როგორია პრეზიდენტის შვილობა? არც ერთი მიტინგი არ იყო, სხვათა შორის ზვიაც რო არ წავეყვანეთ, მათ შორის ბათუმი. მერაბთან ურთიერთობა იყო ჩვენთვის ზეიმი, ასე ვთქვათ რა. მახსოვს ერთხელ რაღაც მწვადი შემაწვევინათ, მასწავლა ყოველთვის ჩვენ მხარეზე იყო. ყველაფერს გვისრულებდა. ჩოჩქოლია რა სახში რა და რა ხდება და არაფერია მერაბის რაღაცა დაუზიანდაო და უნდა წავიდეთო. იმ დროს მოკვდა რასაც ქვია რა ზვიადი რა, აი დაბერდა რასაც ქვია. მე და ცოტნეს გეკოსტოფი და ტეტე გქონდა გაყოფილი და იქ თერგის ქუჩაზე ვესროდით რა იქით რა. აი ეგ იყო ჩვენი 22-დან 6 იანვრამდე ცხოვრება. ოდანავი დისკომფორტი ჩვენ იქ არ გვიგრძნია ჯოხარის პერიოდში. რა ერთი ვიყავით დევნილობაში, თორე აი არაფერი საერთოდ არ გვაქვს რა. ზვიადი რო ყოფილიყო ემიგრაციაში ხო? დღემდე სოცხალი იქნებოდა. გამარჯობათ ხალხო. დიდი ხანი ველოდებოდი ამ ჩაწერას და დღეს გუშინაც თქვი კიდე ჩემს პირდაპირ ეთერში რომ ძალიან მიხარია რომ დღეს ეს ჩაწერა გვაქვს. პრეზიდენტ გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია არის ჩემი სტუმარი. მე ბედნიერი ვარ იმით რომ პრეზიდენტ გამსახურდიას სამივე ვაჟი იყო ჩემი გადაცემის სტუმარი, არის მესამე. დღეს დიდი მადლობა გიორგი იმისთვის რომ ჩემი სტუმარი ხარ, ასევე ჩვენ სწრაფად გავუგეთ ერთმანეთს, მოკლედ დღეს გავიცანით პირადად ერთმანეთი, მაგრამ სწრაფად გავუგეთ ერთმანეთს და მე მგონი ბევრი არც გვილაპარაკია იმაზე, რომ ეს გადაცემა როგორი იქნება, რასაც საუბარი მოიტანს ისეთი იქნება. მე მჯერა რომ ბატონი გიორგი გამსახურდია ზუსტად ისევე მეტყვის სიმართლეს, როგორც მისი სხვა ოჯახის წევრებმა, მისმა სხვა ოჯახის წევრებმა მითხეს ყველაფერი რაც იცოდნენ იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც მე დავსვი. კიდევ ერთხელ მადლობა გიორგი, რომ ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და შევეცდები არ გავამტყუნო თქვენი იმედები როგორც ზანეთ და ვირტუალური სივრციდან და ესე დისტანციურად ასე ვთქვათ მეგობრობა გვაკავშირებს, მაგრამ დღეს რაღაც პირველი შემხებლობა შედგა. შორიდან დავიწყებ მაშინ შენთან საუბარს. შენ გაგიმართლა თუ ეს შეიძლება გამართლება საერთოდ არ იყო, გამოვიდა ისე რომ დაბადებიდანვე საინტერესო მოვლენების ცენტრში ექცევი. ანუ შენი ოჯახის ბიოგრაფია ასეთია. დავიწყოთ ეს თუნდაც კონსტანტინე გამსახურდით, გაგზელებული ზვიად გამსახურდით და გასაგებია რომ ჩვენ ამ წინა საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გვარზე ვსაუბრობთ. ყველაზე ხმაურიან ოჯახზე ვსაუბრობთ. მე მაინტერესებს ხმაურიანს უფრო არ ვიტყოდი რაღაც ასე ვთქვათ, აი მოვლენების ეპიცენტრში მყოფ. ხმაური ცოტა სხვანაირად არის აღქმული. ჩემი აზრია ეს. შეიძლება, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიაც ხმაურიანი კაცია, ზოგადად საქართველოს ისტორიისთვის და თუ ხარ ხმაურიანი უნდა იყოს. აი ამას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხოლო. დავიწყოთ იქიდან, ანუ როდესაც აი შენი მეხსიერება ირთვება. ხო. აი პირველი როცა რაღაცა გახსოვს, რა ხდება შენ ცხოვრებაში და შენს ირგვლივ. მესმის რომ წინასწარ მინდა ბოდიში მოგიხადო იმაზე რომ ბევრ ძიმე ამბავსაც შეიძლება შევეხოთ. არა როგორი გადავეც არ არსებობს ხა ძიმე და მსუბუქი ამბები არ არსებობს. ეს საქართველოს ისტორიის ყველაფერი მოდის ადამიანის ცნობიერებიდან და ცხოვრება ეგეთი რამეა ზოგადად რომ არის ძიმე ამბები, არის ნაკლებად ძიმე ამბები და ასე შემდეგ, მაგრამ პიროვნებად ადამიანი იმიტომ ხარ რომ ეს ყველაფერი მოინელო გადახარშო, გადადგა შემდეგი ნაბიჯი და ეს ყველაფერი დატოვა წარსულში და იმ წარსულის მაგალითით წინ უკვე უფრო პოზიტივისკენ კონდეს სწრაფვა და პრინციპში ყველა ნორმალური ადამიანი ეგრეა. ეხლა ასე ვთქვათ, მე საიდანაც მახსოვს ჩემი თავი, აი რაც შენ აღნიშნე ზუსტად ეგ არის ჩემი მეხსიერების მთავარი ნაწილი, ანუ ზვიადის საქმიანობა, კონსტანტინეს მემკვიდრეობა და რა თქმა უნდა მე მას არ მოვესწარი. ადრე გარდაიცვალა კონსტანტინე, ჩემ დაბადებამდე გაცილებით ადრე.
მაგრამ ნუ ეს ყველაფერი თვითონ სახლი, იქაური აურა, ამბები, ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები, ნუ ეს რაღაც ისტორიული ბმა გქონდა რა, კონსტანტინესთან, მის საქმეებთან და ასე შემდეგ, ხო? და ნუ ეხლა ადრეულ ასაკში დავიწყე მე კითხვას წერაც და ნუ რაღაცას ვცდილობდი, მაგრამ ნუ რაღაცებს ვათვალიერებდი, ვნახულობდი, ძალიან შთამბეჭდა ბიბლიოთეკა იყო და ინახებოდა ჩვენ სახლში და ნუ მე ბატონმა გურამმა ცხონებულმა შარაძემ რაც შეძლო იმ ვანდალების ხელიდან გამოტყავება გადაარჩინა, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა განადგურდა და ნუ აი ესეც იყო ჩემი გზამკვლევი კონსტანტინეს ცხოვრებაში, ზვიადის ცხოვრებაში და ასე შემდეგ და რაღაცებს ნელ-ნელა ასე ვთქვათ აღვიქვავდი. 5 წლის ასაკიდან მოდი ესე უფრო ვთქვათ რა. აი მახსოვს 6 წლის მაგალითად სკოლაში პირველად რომ იმიყვანეს და ნუ აი იქ რაღაც კლასში რაღაცნაირი დამოკიდებულება რო რაღაც აი ჩვეულებრივად ხარ მიღებული, მაგრამ ამავე დროს რაღაც ყურადღებას გრძნობ უფრო მეტს. რაც გამოდროს ჯერ არ ხარ პრეზიდენტის შვილი. არა, როგორ გადავდივარ, ამას გეუბნება 85 წელს. ხომეც. აი, მოდი დავიწყოთ დაახლოებით იქიდან, როდესაც აი ბავშვი აღარ ახარ, უკვე აი როდესაც პირველად ხვდები, სად მოხვდი რა სიტუაციაში ხარ. ხო, არა, მაგ პერიოდს გეუბნები, რომ აი მან რაღაცეებს უკვე კონტურებს ვიქმნი ჩემ ცხოვრებაში, რომ აი სადა ვარ, რას ვაკეთებ, ვინა ვარ, რას წარმოვადგენ და ეგ ის პერიოდია და შემდეგ ნუ ეხლა უფრო აი ნათლად მახსოვს აი 87 წლიდან მაგალითად აი ეს პირველი ეროვნული მოძრაობის დღეები არც ერთი მიტინგი არ იყო სხვათა შორის ზვიაც რო არ წავეყვანეთ მათ შორის ბათუმი როდესაც მაშინ სასტიკად დაგვარბია მაშინდელმა იქაურმა მმართველობამ და სხვათა შორის მილიციის წარმომადგენლებმა აი შეძლეს ჩვენი გამოტაცება აი იმ აგრესიულ პარტაქტივზე და სასტუმროში მოყვანა და იქ შუაშორის მაშინ ჩემი მეგობრის მამა იყო მე გავიცანე ეს ჩემი მეგობრის მამა იყო მაშინ კაჭარის მილიციის უფროსი და აი ესეთი რაღაცები მე მახსოვს მაგალითად აი დედაენის ბაღში იქ მიტინგზე ვარ ნამყოფი ძალიან პატარა იქ ყოფილი კიროვის ჭადრაკის სასახლე სადაც არის იქ ვარ ნამყოფი მე მახსოვს ასევე და თავისუფლების მოედანზე 88 წელს მახსოვს გია ჭანტურია მაშინ ცოცხალი იყო და ერთად იყო ეროვნული მოძრაობა წარმოდგენელი და აი ეხლა სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროა იქ იყო რაღაც ბუფეტი და ამ აქტივისტებმა შიმშილობა გამოაცხადეს ზვიადიმ გიამ რა ვიცი ირაკლიმ და ამათმა ყველამ და ნუ ბავშვებმა ხარ ვარი შიმშილობა და მოხარშული კვერცხი ვჭამეთ რაღაც პატარა ის იყო რაც ნუ არ ვიცი რა იყო ის კაფეტერია თუ რა ტიპიური რაღაც მაშინდელი მე აი მახსოვს დროშებს ჩვენ თვითონ რო ვაკეთებდით რაღაც ნემსის დაგვარი იმაზე ქაღალდზე ვხატავდით და ვიბნევდით და ეს 88 წლის იპოდრომის აქციაზე ვარ ნამყოფი ასევე და ნუ ასე ვთქვათ ის ვიყავი რა ესეთი გამოთქმა რომ სიმპალკა რა მეც და ცოტნეც რაღაც აი ამ პერიპეტიებში უშუალო მონაწილეები ვიყავით რა ანუ არ იყო ის თემა რომ ზვიადის რაღაც ჩვენ სახში დავეტოვებიეთ და თვითონ წასულიყო დაუშვათ აქციაზე ხო 9 აპრილს პოლიტიკურად იზრდებოდა. ხო 9 აპრილს რა 9 აპრილს ახლა მაშინ ბავშვები ვიყავით რა ჩვენ სადღაც 1 საათით ადრე გაგვიყვანეს. მეც და ცოტნეც. ანუ ის რო რაღაცა ჩრდილში და მიძინებული და რაღაც ლეგენდები რო არის რომ მასწავლებლები დადიოდნენ სახში და სისულელე ხა ორი კლასი მაქვს მოცვლილი და ყველასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს და სამეგობრო ყავს და ისინი დაადასტურებენ რომ თითქმის აი ბოლო წუთამდე სანამ ავტომატებიდან სროლას არ დაიწყებდნენ მანამდე ჩვენ სკოლაში დავდიოდით ანუ ზვიადი ყოველთვის წინააღმდეგი იყო რომ რაღაცნაირად მოწყვეტილიყავი აი უშუალო პროცესებს რა ანუ რაც ადამიანის ჩამოყალიბებაში ალბათ მაგით ურთიერთობის დროც მან გქონდა ალბათ ანუ სულ ეგეც მისი კომფორტის ზონა იყო, რომ მან გქონდა ჩვენთან ურთიერთობის დრო, თორე ხა კაცი რო გადიოდა სახლიდან, ან შემოდიოდა, ან არა, შეიძლება რამდენიმე თვეც არ შემოსულიყო სხვა დაწესებულებაში ყოფნის გამო. ხო და
ნუ ეს ყველაფერმა თავისთავად ცხადია რა არის, იცი, ხა შეიძლება მაგას თავის ასისულელი ხა რო გითხრა რომ 9 წლის ბავშვი და 11 თუნდაც 12-ის რაღაც ვაზროვნებდი და რაღაც წიაღსვლები მქონდა სისულელია, მაგრამ მერე უკვე ამ მეხსიერებიდან გამომდინარე გავაკეთე ანალიზები. კი და რა თქმა უნდა ჩვენი მინდა გადაცემა სწორედ ესე დავუყოთ პირობითად რომ ერთი რომელიც შენ როგორც მონაწილეს გახსოვს, აი ფიზიკურად ნანახი გაქვს, იმიტომ მონაწილეობდი ამ ეპიცენტრში ამ ბავშვის სტატუსით ჯერ და მე უკვე სხვადასხვა სტატუსებით, მაგრამ ასევე მაინტერესებს რა თქმა უნდა ინფორმაციები რომელიც შენამდე მოსულა იმის გამო რომ ის იყავი ვინც იყავი და ამ ინფორმაციის უკვე შენებული ხედვა როგორც რაცა საზოგადოებისთვის საინტერესო ხედვა. მე დავიწყებდი შორიდან, აი მაგალითად შენთვის რა არის ცნობილი, როგორ დაიწყო ეროვნული მოძრაობა? აი ესე შეხედა. ეროვნული მოძრაობა, აი მე რაც და რა როლია ამაში ბარემბოლზე ჩამოყალიბებ? რა როლია ამაში კონსტანტინე უფროსი გამსახურდიის? მე რაც აი ზუსტად მანდ მივდივარ რომ მე რაც თავი მახსოვს ეს ეროვნული მოძრაობა ანუ მე რო თვალი გავახილე და რაღაცეებს აი ნივთები რაღაც წიგნები რაღაცეები რო აღვიქვი და ეხლა რო ვაკეთებ ანალიზს ანუ ეს გაუჩერებელი პროცესი იყო ეს მიდიოდა მაგ ოჯახში ანუ არ იყო ეს რაღაც აი ეს ნაპერწკალი რა მართალი ბრძანდები რომ კონსტანტინედან არის ეს ყველაფერი დაწყებული კონსტანტინე შთაგონება იყო რა თქმა უნდა და მენტორი ზვიადის რა თქმა უნდა კონსტანტინე იყო და ნუ შესაბამისად ეს პროცესი რაღაც დროში განგრძობადი და მუდმივად მიმდინარე პროცესი იყო ანუ და ჩემთვის აი მაგალითად აი მახსოვს კარგად და მერე ვაანალიზებდი რა რაც ზვიადი სულ რაღაცას ბეჭდავდა თურმე სამიზდატი ბეჭდებოდა რაღაცა ბევრი კაპიროვკები იყო სახში, ბევრი ის იყო ქაღალდები ხო ხდება, მაშინ არ იყო ეს ქსეროქსი რაღაცები. მე კი შემოვიდა, მაგრამ ნუ აი მახსოვს რა, იქ დეიდა ჩემი ეხმარებოდა ამ ყველაფრის კეთებაში და ასე შემდეგ რა, ანუ ეს მახსოვს, აი ეს პროცესი მე არ ვიცოდი ის რას ბეჭდავდა, მაგრამ მე ხო გავიგე, მე ხო მივხვდი, ხო? ხო და რაღაცა ხელით აკინძვა და მე სადღაც მიქონდათ, მე ის იბეჭდებოდა და ახლა ბევრი ფურცლები და ბევრი ქაღალდები ხო ახლა დავუშვათ აი რომ ცოდნო და რას ნიშნავს მწერალი მაინც ვერ დავაიდენტიფიცირებდი ზვიადს მწერალთან იმიტომ რომ ამდენი საწერე ელემენტარულად არ იქნებოდა ხო ბევრი საბეჭდი მანქანები იყო თან ჩვენთან სახში და სადაც აი ჭხრეკაზე რომ მოდიოდნენ მე მახსოვს რომ პირველი რასაც ტეხავდნენ რომ დავაი საბეჭდი მანქანები მოვტეხოთ ანუ ეგ იყო ეშდოკი მაშინ ხო სხვა არა ხრეკაზე შემოსულა მე არ კომუნისტების პერიოდში კი როგორ არა კი რას ამბობ და ყველაფერი მიქონდათ ხო თავიდან ბოლომდე ხა ჩვენც მომსწრეები ყოფილვართ ახლა ბავშვები და ნუ ან მოტივაცია ასე დასვამ შეკითხვას გასაგებია რომ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახი შეიძლება ყოფილიყო ერთადერთი იმ დროს საბჭოთა პერიოდში ერთადერთი მე ახლა ხო ნახებ მასში ახლა ზვიადთან რამდენი ადამიანი იყო ხო ესე იგი მათ ოჯახშიც იგივე ხდებოდა და ამ ადამიანებსაც იგივე გზის გავლა უწევდათ ნუ შეიძლება ზოგს ნაკლები ზოგს მეტი მაგრამ ნუ ეს ფაქტია ხო ხო და მე იცით რა მაინტერესებს კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის გარდა აი პირობითად იმ პერიოდში როდესაც 50-იანი 60-იანი წლებია ჯერ შენც არ ხარ დაბადებული მაგრამ ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს ოჯახში ამის შესახებ. მე გამიგია რომ გამსახურდია სახში შეიძლება იმართებოდა საუბრები ხალხი მოდი საქართველოს დამოუკიდებლობაზე მათ შორის და ასე შემდეგ. კი არა ხო. ვინ იყო ის თანამოაზრეები? კონსტანტინე გამსახურდიასი რომელიც აი თქვენთვის ცნობილია როგორც ხალხი რომელიც აი ამ იდეის გამაგრებაში თუნდაც რაღაც სამოში ამაზე საუბარი აკადემიური წრე ვისთანაც კონსტანტინეს ჰქონდა შეხება ხო ეხა ვისთან ჰქონდა მეტი ვისთან ჰქონდა ნაკლები ეგ ჩემთვის ხა ცნობილი არ არის მაგრამ ნუ მის საურთიერთობა სხვათა შორის ის არა ხო თუნდაც ლადო გუდიაშვილთან რა თუნდაც არის ჩემთვის ცნობილი რომ ნუ ეხლა ლადოს ბევრი საჩუქარი აქვს გაკეთებული ახლა კონსტანტინეზე დიდი მეგობრობა აკავშირებდათ მათ და ვიცი რომ მასთან ჰქონდა დაუშვათ ხო აი ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონსტანტინეს მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ახლა თავრობა საერთოდ ზოგადად კომუნისტური ისე ხასიათდება რომ რაღაც მაინც რომ რაღაცა რეგრესული კუთხით მაგრამ იქაც იყვნენ ადამიანები რომლებიც ცდილობდნენ რომ რაღაცა გაეკეთებიათ ქართული რა თქმა უნდა თავისი გადამოსახედიდან მაგრამ ნუ უსაფრთხოების ფარგლებში აი
აბსოლუტურად სწორად თქვი. ხო და ყველასთან ქონდა ეგრე რამდენადაც მე ვიცი, ბევრია ვერ ჩამოთვლი მაგას კონსტანტინეს ხა ურთიერთობა თითქმის ყველასთან. რა თქმა უნდა, თავისი იდეოლოგიის შეუცვლელად, იმიტომ რომ ისეთი სწორუპოვარი ადამიანი იყო, ეგ ყველამ ვიცით და ცოტა ძნელი იყო კონსტანტინეს რაღაცაში გადარწმუნება, ხო? იცი რა მაინტერესებს, აი ბავშვობის დროინდელი თვალით რომ დამანახო ჯერ და მე უკვე დღევანდელი ამბავით რომ დაამატო, აი ბავშვის თვალით ნანახის ვიადის სამეგობრო აი ეროვნულ მოძრაობაში სამსახურეობრივ ამბავს რო შევხედოთ, აი საქმეს რასაც კაცი ემსახურებოდა. მასეთი სამეგობრო და როგორ შემოდის მერაბ კოსტავა ამ სამეგობროში, იმიტომ რომ ის ციხეში ხებოდა რომ გაანთავისუფლეს ის წელი 87 წელი იყო მახსოვს, ხო? 87 წელი. ხო, უკვე ალბათ გახსოვს ეს პერიოდი. მახსოვს, აი გამოვიხედე ფანჯარაში და დავინახე წვერებიანი კაცი კოშკში ხო ხარ დამყოფი ცოტნესთან, ხო? აი ზედა ეზოში რო ამოდიხარ, იქ სკამები ვითიდგა, ზედა ეზოში და იქ ასასვლელი რო არის უკვე რო შედიხარ სახში და იმ ფანჯრებიდან გამოვიხედე, მაშინ ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდა კოშკი, ესე ვიზუალურად. და დავინახე ვიღაც კაცი ზის რა, ეხა ვიცი რომ მერაბი არსებობს ესეთი, რომელიც აი მარტივად ედვე ბიძად რო გეკუთვნის რა, ვიცი რომ მერაბია არის ეგეთი ადამიანი და ზის და უნდა გამოვიდეს და არ ვიცი ხა ეს მერაბია თუ ვინ არის და ხო და ისა რა ქვია და მანანა და ლელე იქ დგანან და ლაპარაკობენ რაღაცა და რაც ემოციური ის არის, განთავისუფლდა თუ არა მოვიდა იქ რა, აი ჟურნალისტების ის დღე აი როგორ სასწაული რაღაცა იყო. პირველი სად მოვიდოდა ახლა ხო თავის თავად ცხადია ოლიკო დეიდასთან და მე ჩვენთან ამოვიდა. ხო და მე რა ვიცი ძალიან ისეთი ახლო ურთიერთობა გქონდა რა მერაბთან, აი რაღაც ყველაფერს გვისრულებდა რაღაც ყოველთვის ჩვენ მხარეზე იყო და მერაბთან ურთიერთობა იყო ჩვენთვის ზეიმი ასე ვთქვათ რა. ყოველთვის ჩვენთვის იცლიდა ხო და რაღაც აი მახსოვს ერთხელ რაღაც მწვადი შემაწვევინა თავის რაღაც მასწავლა და რაღაც არაჩვეულებრივად აი ბავშვთან ბავშვურია რო გაგვიგია ხო დიდთან დიდი აი ეგეთი ადამიანი იყო რა საოცარი ენერგიის საოცარი პოზიტიური მუხტის მქონე ადამიანი იყო აი გამორიცხულია რომ მერაბ კოსტავასთან ვინმე ჰქონოდა შეხების წერტილი სადღაც 1-2 წელი ხო მომიწია მასთან ურთიერთობათან ბავშვი ხო აი ესეთია უფრო ფრეჯაილ რაღაც ისეთი ადამიანი ისეთი არის რა უფრო ადამიანური და უფრო გრძნობელობა და უფრო ის მეტი ისაა ხო აი გამორიცხული იყო რომ რაღაც აი ნეგატივი გეგზნო ამ ადამიანისგან რა და აი თუნდაც მე ანალიზი რო გავაკეთე რომ თუნდაც მერაბი რო ცოცხალი ყოფილიყო ხო აი ბევრი რაღაცა შეიძლება შეჩერებულიყო, იმიტომ რომ მას აი ეს აი დიპლომატია შეეძლო, ასე ვთქვათ, აი ყველას წამოიყვანდა საუბარში, გამორიცხული იყო, რომ მერაბი ჩამდგარიყო რაღაც სიტუაციაში და იქ რაღაცა დაპირისპირებას, რაღაცა ჰიპოთეზურად მაინც იარსება რა. შეიძლება ისეთი უცნაური შეკითხვაა, მაგრამ ჩემი აზრია ეს, მე რამ კიდე რო გავიაზრე რაღაცეები, მე ხო ხდები ხა ადამიანი ფიქრობ ხო მძიმეა წარსულია მაგრამ ეს ფიქრები არ გტოვებს ხო ცხოვრებაც ეგ არის შესაბამისად აი მაგალითად ის ხალხი რომელიც გაცნობილი ყავს როგორც ზვიადის მეგობრები აი ბავშვი ხარ მეგობრები მოდიან დიდი წარმოდგენის არა ვარ ხო და სხვა რაღაცას გეკითხები აი ცოტა ხანში რომ აღარ არიან ზვიადის მეგობრები აი ეს პროცესი ბავშვის თავში როგორი ხარშება აი ესე რომ შევხედეთ იგივენაირად როგორც დიდობაში რა ხა შენც ქონია დარწმუნებული ვარ ახლა მშობლების მეგობრების რაღაც ამპლუაში ყოფნა და მე ისა რა ქვია აი ეს ცხოვრებისეულ ამპლუაში აი ყველა ყოფილ ვართ რა რომ აი ვიღაცები მიდიან მოდიან და მაშინაც ესე იყო ჩემთვის ხა აი რაღაც ის პერიოდი მაგალითად ეროვნული მოძრაობის ხო აი ნაკლებად და უფრო აი ის ხალხი რომლებიც ზვიადთან უშუალოდ ამ საქმეში იყო ისინი იყვნენ მეგობრები მაგალითად რამოდენიმე ნათესავი მერე გავიცანი 99 წლის მერე აი გარდამტეხი პერიოდი რო იყო აი რო გამოვიდნენ ციხიდან და აი 99-90-დან გავიცანი რამოდენიმე ნათესავი მანამდე მახსოვს აი სიტყვაზე ზვიადის უახლოესი მეგობრები მერიკო და ნინო ტიტვინიძეები უკარგესი ხალხი უპატიოსნესი ხალხი და
აი იშვიათად რა ციალა მახსოვს აბაკელია და ასე შემდეგ და აი ის ადამიანები რომლებიც მართლა მოდიოდნენ და მართლა აი რაღაც როგორ გითხრა რა აი არ გტოვებდნენ ასე ვთქვათ რა მათთვის და მე უკვე ზვიადის აი უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეობამდე აი იქ რომელი პერიოდია იცი აი ანეკდოტი რო დადიოდა რა გივის რო უთხრეს გუმბარიძეს რო ისინი დაფრინავენო რა ფრინავი თებშებიო და რეებს იძახიო ხო არ გასულოდიოდა რავი ზვიადი იძახდაო და ხო ბიჭო რაღაცები კი შევამჩნიეო რა აი ეგ პერიოდი არის და მაშინ ხო მაშინ აი როგორ გითხრა აი ლარსის ქუჩაზე იწყებოდა რიგი რომ მე აი შენი კლასელი მე ისა და ნუ ქართული ასე ვთქვათ ჩვენ და სამწუხაროდ რაღაცა პროცენტს დღეს კიდე აქვს დარჩენილი ეგა რომ ნუ ნაკლებად უყვართ წაგებული კაცის გვერდით დგომა და ეგ ხადე ეგ ბუნებრივია ალბათ მოგება მაგიტომაც არის მოგება რომ ძალიან ცუდი არის ხო მე ეგ ძალიან ცუდი არის ეგ ანგრევს საზოგადოებას და თვითონ აი სამოქალაქო ცხოვრებას სანამ შეფასებით ნაწილზე გადავიდოდეთ აი მაინც ფაქტობრივი ნაწილით ამოვწურო ასე თუ ისე ხო როგორია პრეზიდენტის შვილობა და რა იცვლება შენ ცხოვრებაში აი როგორ გითხრა რა პრივილეგიის ახლა ბავშვი ხო იცი ატყობს რა ახლა თუ იმას ჩავთვლით ახლა ბავშვისთვის პრივილეგიას რო ახლა დაცვას შეუძლია რომ ნაღდი ავტომატი გამოართვას ან ნაღდი პისტოლეტი და იმითი ითამაშოს ნუ რა თქმა უნდა ტყუებ გამოცლილი ყველაფერი გამოცლილი აი ბავშვური კუთხით აი მაგას თუ პრივილეგიას დავარქმევთ ეგ არის თორე დანარჩენი 90-იან წლებში ყველა ბავშვს ჰქონდა ხო აი ყველა ბავშვს ხედავები დადიოდნენ და ტყუებს უკდებდნენ ხო და ერთხელ არჩევებოდა მაგას ერთხელ სტრაიკბოლზე დამპატიჟეს ერთ 15 წლის წინ და მე ვთხარი მე ბავშვობაში ნახდი იარაღებით ნახდბიძიებზე მაგ ნადევნი და ამიტომ არ მჭირდება სტრაიკბოლი თქო და პრივილეგია კი არა უფრო პასუხისგებლობა და როგორი რაღაცა იყო ხო რა მაშინ ხო ამ პასუხისგებლობას ვერ გააცნობიერებდი მაგრამ ზვიადი არანაირ შეღავათს აი მაგ კუთხით არ აშვებიებდა რა აი ბევრჯერ მახსოვს რომ აი მანანას ფეხით წაუყვანი ვართ სკოლაში და არა მანქანით აი ჩვეულებრივი ცხოვრება ნუ აი მე ხა არ გეუბნები კიდე ვამბობ რომ სანამ სროლები და უბედურება და ის ოქტომბერი აი ოქტომბრამდე სადღაც რა ოქტომბრის შუამდე ხო და არ იყო ეგ რაღაცა რომ აი პრივილეგია გეგრძნო რა ნუ რაღაცა აი შეიძლება აი ისევ ბავშვური იმაზე წავიდეთ, აი წყნეთის სისაგარაკი ავიღოთ, კრწანის სისაგარაკი ავიღოთ, რომ იქ დაუშვოთ, დავდიოდით რაღაც ბასეინზე ან რაღაც ეგეთი სისულელე. ბავშვური ისევ თორე ჩვეულებრივი ცხოვრება და ჩვეულებრივი ისა, ნუ ეხა ზვიადი აბსოლუტურად გაცლილი იყო აი ამ რაღაცა პონტებისგან, ხო ხდები, რომ აი რაღაცა აი დღეს რო უყურებ საერთოდ თანამედროვე მსოფლიოში, რომ აი მაქსიმალურად რო ცდილობენ რომ რაღაც ეს რესურსი მოირგონ ასე ვთქვათ, აი ჩაიცვან რა რომ აი რაღაც ხო უყურებთ ხო ახლა რა ხდება ხო სიტყვაზე მსოფლიოში ზვიადის რაღაც მეორე ხარისხოვანი იყო აი მაგას ვატყობდი რა მისთვის ანუ იდეალისტი ტიპი იყო მაგას ეგრევე შეატყობდი გინდა ბავშვი ყოფილიყავი გინდა დიდი ყოფილიყავი ამას ის ეტყობოდა და ნუ ახლა რა მე რო არ ავხსნა ახლა რა შენ თვითონ არიცი და ხალხმა არიცის და ახლა ვინც მას იცნობდა ხო არ არსებობდა მისთვის აი ეს იყო რაღაცა არაფერი არ იყო მისთვის ეს ისევე შესაბამისად ეს რეგალიები ის რეგალიები მას მხოლოდ და მხოლოდ ჭირდებოდა რომ მიზნამდე მისულიყო და არა იმიტომ რომ რაღაცა ახლა ზოგიერთებს არ დავასახელებ მის შემდეგ ყოფ ერთ-ერთ განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანს ხო ნუ რომ ჩაიცვა რასაც ქვია სახელმწიფო ხო თავისი მთელი ატრიბუტებით და ყველაფრით და რაღაცა საშინელებები ჩაიდინა ეგეთი რაღაცა ზვიადისთვის იყო რა ვიცი კოსმოსი არ ვიცი ნუ მაგას არამც თუ რა ვიცი ვერ გაიგებდა უბრალოდ და ის რა ხდება ნუ რა თქმა უნდა შესაბამისი რეაქციაც ეკნებოდა ცოცხალი რო ყოფილიყო ეგეთი ტიპაჟი იყო ანუ ძალიან უბრალო ძალიან მარტივი და აი ის რაც გააჩნდა მაგას აი ხლა კიდევ უფრო უგრძნობდა კიდევ აანალიზებდა მაშინ ხვდებოდი ბავშვი ხა 12 წლის და ეხლა მით უმეტეს რომ ის რაც მას ჰქონდა ეს პრეზიდენტის რეგალია ჰქონდა იმისთვის რომ კონკრეტული თემა დაედო ხო ხდები რა რომ მისულიყო იქამდე ეუბნება კიდეც ამ
სულ წაწმენდილებს რომ დამაცადეთო და წავალო და მე რაც გინდათ ის გენით რომ ეს დამოუკიდებლობა სრულად რაღაცა ოფიციალურად დე ფაქტო დე იურე რაღაცა გავმაგდეთ და მისთვის არ იყო ეს რაღაც აი როგორ გითხრა გეუბნები შედეგის მისაღწევის საშუალება რა იცი რა მაინტერესებს აი თქვენს ცხოვრებაში არსებობს რაღაც დღეები რომელიც საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ვინაიდან შენი ოჯახი ამაში მონაწილეობდა შენ ნებისმიერ შემთხვევაში შეგეხებოდა ისე რომ დაგმახსოვრებოდა მე რამდენიმე ასეთი დღის შესახებ ზოგადად ვიკითხავ პირველი რაც არის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღე აი სხვათა შორის აი მაშინელი ხა სანამ დავიწყებდით გადაცემას ვახსენეთ ერთი ადამიანი რომელზეც მე არა ვარ კაი წარმოდგენის ნუ გარკვეული მიზეზების გამო არ მგონია რომ მარტო მე ვიყო მასზე ცდარი წარმოდგენის ბევრი მეგულება ესეთი ბავშვი ვარ ახლა 10 წლისა ვარ ხო 89 ოქტომბრის თვე იყო ხო და ველოსიპედით გამოვედი გარეთ რა უბანში უნდა გამოვიდე ბავშვი ვარ ბავშვები ველოდებიან ხო და 03 ყავდა მაშინ ჟიგული 03-ს რო ეძახდნენ წითელი ვის ვაჟა ადამიანს რა და ასხავს ბენზინს რა და სადღაც მიდის რა და კაროჩი ჩოჩქოლია რა სახში რა და რა ხდება და არაფერიო მერაბის რაღაცა დაუზიანდაო და უნდა წავიდეთო რა და მერე უცბად ზვიადის აი სასოწარკვეთილი ადამიანის მაგას ტირილიც არ ერქვა მესმის და ნუ უკვე ხვდები რაღაც საშინელი მერე ესენი მიდიან აი ამ რაღაც კოშმარული სცენა გადადის უცბად სადღაც მიდიან და მეც ნუ ეხლა რამე ველოსიპედებოდა შემოვედით სახში ველოდებით მერე ჩავედით ოლიკო დეიდასთან ნუ გვიანი იყო უკვე და ნუ მახსოვს აი მოასვენეს ეს მშრალი ყინულები რაღაცები ნუ აი ძალიან ცუდად და ნუ აი თითქმის ყველა ის დღე რაღაც აი ანაშვიდებზე ყოფნა რაღაც ახლა ბავშვისთვისთან ნახე ხშირად არ მიწევდა ახლა მაგ პერიოდში რა როგორ უნდა მქონოდა ხო ეგ შესაძლებლობა ნუ აი რაღაც აი სხვანაირად იმოქმედა რა ეს აი უწყვეტი ნაკადი ხალხის ზვიადის აი ეს რაღაც აი რა ვიცი ალბათ რავი იმ პერიოდში დაბერდა ყველაზე მეტად რასაც ქვია რა რომ ისთვის ნუ ასე ვთქვათ ხორციელი ძმა მას არ ყავდა მოდი ახლა გადავდოთ ყველანაირი თემა ეს გინდა ეროვნული მოძრაობა გინდა პოლიტიკური შემადგენელი სუფთა აი ჩისტა ადამიანურად რო ილაპარაკო ხო აი ხო ხდები რა ხა ტიპს ძმა ყავდა ერთი და აღარ აყავს რა როგორია ხო აი მანამდე ხა თამრიკო მამიდა გარდაიცვალა ნუ და ტიპი დარჩა მარტო რა რა თქმა უნდა მის გარშემო არიან ადამიანები და ოჯახის წევრები ასე შემდეგ ის მისთვის ხო აი დღესაც უფრო ვაანალიზებ სხვა რაღაცა იყო კიდე რა განსაკუთრებული ანუ და იმიტომაც აი იყო ეს მათი ისა რა ქვია აი ეს ერთობა მართლა აი ბევრის შეეცადნენ ახლა არ მოიდგინე იაგო როგორ არის იცი ეს მაშინდელი კგბ ხო რა თქმა უნდა თავისი მანდატის ფარგლებში მოქმედებდნენ და ნუ მათი საქმე ეგ იყო რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ აი ეს შეკრული ბირთვი გაეხლიჩათ განხეთქილება შეეტანათ და ნაწილობრივ შეძლეს კიდეც ხო იგივე საწყალი გიას ამბავი რო ვახსენეთ ხო იქ ამ ყველაფრის პროდუქტი იყო ხო ეს განხეთქილება ხო და მერაბსა და ზვიადს შორისაც ცდილობდნენ როგორ არ ცდილობდნენ მაგრამ იმდენად ის იყო რა ქვია რომ აი მაშინ კგბ-ს მეხუთე განყოფილება ხო იყო მეხუთე მთავარი სამმართველო პოლიტიკური მიმართულება და მეხუთე განყოფილება ნუ განყოფილებები იყო ნუ რესპუბლიკებში რა განყოფილების შტატკა იყო რესპუბლიკებში ხო და ნუ ისა რა ქვია მაქსიმალურად ცდილობდნენ აი მთელ რესურსს დებდნენ რასაც ქვია და ვერ შეძლეს იმიტომ ვერ შეძლეს რომ აი იმდენად იყო აი რო ყოფილიყავი იმ პერიოდში აი ამ ყველაფრის შემხედვარე ხო თან ბავშვური იმითი უფრო სხვანაირად ჩანს რა რომ აი ტიპი იმ დროს მოკვდა რასაც ქვია რა ზვიადი რა აი დაბერდა რასაც ქვია რა ტიპი რა აი და დიდი ხანი იყო აი რაღაც აი ამის ქვეშ რო ხო ატყობე ხა ადამიანს ხო რომ არც ხასიათი არაფერი საერთოდ დიდი დრო დაჭირდა ზვიადს რომ აი მორალურად ეს გადაეხარშა რა ანუ იმ პერიოდისთვის როდესაც აი ყველაფერი ისე ვითარდება ხო ხდები დღეს ხვალზე პროცესი მიდის რა
მაგრამ ძალა არა გაქვს რომ დაეწიო. იმიტომ რომ ემოციებია, ადამიანური ფაქტორებია, ხო და ახლა თან რო შეფასებით ნაწილზეც გადავიდეთ, ნელ-ნელა, აი ეს პირველად ის ამბავია მართლა რაც შენ მოყევი ასეთ სიტუაციაში, ასეთ ემოციურ მდგომარეობაში ადამიანი, მაგრამ აქედან დაახლოებით 1 წლის შემდეგ ის კომუნისტებს არჩევნებს უგებს. ხო? შენი აზრით როგორ ახერხებს, აი ზოგადად რა ქონდა, რა ინსტრუმენტი იყო ასეთი, თუნდაც ზუსტად გამსახურდიას მერაბ კოსტავას ხელში, რომ მათი დიდი ბრძოლის შედეგად და მე მათ უფასებ ამ ბრძოლას. დიდი მუხტი იყო, იაგო. ფაქტობრივად დააწყვეტილი და უგრძნობდი კლასიდან გამოვდიოდით მიტინგებზე მივდიოდით ბავშვები. შეგნებულად ის კი არა რომ აი შატალოზე წავედი და რაღაც არა. აი ეს დროშა რო გეჭირა რაღაცა ეს ეროვნული სული გააღვიძა მართლა. ერთმაც და მეორემაც. ხო და ეს მუხტი რა, მაგისი ეშინოდა, მაგის საშიშროება ქონდა მაშინდელობას რა ქვია, გაგებეს რომ აი ეს იყო რა, ეს იმხელა ძალა იყო რომ დაიძახებდნენ, აი ღალიძგის მოვლენები აიღე, ხო? რა ვიცი, სადღაც 1 საათში არ იყო მაშინ არც WhatsApp-ი, Facebook-ი, არც X-ი, არაფერი არ იყო და 1 საათში თუ საათნახევარში, რა ვიცი, მთელი საქართველო ააყენეს ფეხზე. არ ვიცი როგორ მოხდა ეს, მაგრამ ფაქტია, ხო? ხო და ეს მუხტი, ხო, ამ მუხტმა მოიტანა, მაგისი შეეშინდათ კომუნისტებს ხალხის, მე მახსოვს იქ ვიყავი იმ მიტინგებზე აგვისტოს თვეში 90 წლის, როდესაც გუმბარიძის მთავრობამ დანიშნა არჩევნები რა, მახსოვს უზენაეს საბჭოს კიბეებზე ვიყავი და ისა რა ქვია, რომ გამოვიდნენ და რო თქვეს რომ არჩევნები ჩაინიშნაო, მაშინ აი ეს გებულობდი რა იყო არჩევნები ისა, ნუ 11-10 წლის ბავშვი ვიყავი რა და მაგან მოიტანა, იაგო, მან ახლა აი რაც არ უნდა აი ისა რა ქვია, შეთქმულების თეორიები და რაღაცა ისა არაფერი, just იყო რომ ხალხის გაკვეთა და ხალხის მონდომება და ხალხის შეეშინდა, იმიტომ რომ არ იყო იქ ეგ ოფცია რომ აი დღეს ცოტა მოვა და ხვალ ბევრი ვიქნებით. არა, იქ სულ ეგრე იყო რა, ანუ ხალხის წნეხის ქვეშ მიიღო ეგ გადაწყვეტილება კომუნისტურმა მთავრობამ, ხო? და სხვადასხვა გივი გუმბარიძეს ხო ეყო გამჭრიახობა და ეყო რა პატრიოტიზმი, რომ ნახა რომ ახალგაზრდა კაცი იყო მაშინ თან გივი, ხო? რას ვაყოდები, რას ველევი, ხო? თუ ქართველი ვარ, მე ყოველთვის მოწინააღმდეგე ვიყავი და ზვიადიც მაგისი მოწინააღმდეგე იყო, რომ მიდიოდა სხვადასხვა ზოგიერთი ვითომ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისგან, რომ ბულინგი რო ისა რა ქვია, კომუნისტები არიან, არ დაველაპარაკოთ, არ ვეკონტაქტოთ, არ წავიდეთ მათთან კომპრომისზე და ზუსტად მაშინ აღმოცენდა ზვიადის ის სიტყვები, რომ ჩვენ ისე უნდა დავამარცხოთ ჩვენი მოწინააღმდეგე, რომ ისიც გამარჯვებული დარჩესო. იყო აქტიური ისა მაჩაბლის ქუჩაზე შტაბი სადაც იყო მოვალიმაგიდის იყო იქ აქტიური მოლაპარაკებები სხვადასხვა რანგის წარმომადგენლებთან ცეკას ყველა იერარქიაში იყო მოლაპარაკებები ზოგი მოდიოდა ამ მოლაპარაკებებზე ზოგი არა ზვიადის თავრობაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ხო ძალიან ბევრი ადამიანი იყო რომლებმაც უერთგულეს და ბოლომდე გაიტანეს ხო და რას ქვია ის ასე ვთქვათ ეროვნული მოძრაობის წიაღებიდან მოსულ ხალხზე მეტად ის ხალხი დადგენ, ხო? აი შენი რაიონიდან მაგალითად ვაჟა საწყალი ცხონებული აბაკელია, ხო? და ქვილით აიღე, რა ვიცი, ნებისმიერი ვინც დაიყენო გულოები აიღე ძმები. ვინც დაიყენა ზვიადიმ და ვინც დაუდგენ, ხო? იმათ არ უღალატიათ. ნუ მე ეხლა შეიცვალა სიტუაცია და ეხლა ახალგაზრდა და ფუნქციონერები იყვნენ და გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა და კარიერა, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ იმ პერიოდში ეს ხალხი არ გატეხილა. და აბა ვინ არის ის ხალხი? ეგეც რო იცოდე, კგბ ყოველთვის ცდილობდა, რომ აი ეს ხალხი, ანუ პროფესიონალი სასტავი დაეშორებია ეროვნული მოძრაობისგან. იმიტომ რომ ყოველთვის ეშინოდათ, რომ ესენი რომ ამათ შეერწყმებიან, უკვე რაღაცა გამოვა. საკადრო დეფიციტით ზვიადის დროს რატო იყო შექმნილი? იმიტომ რომ ეს ვინც ჩამოვთვალე პროფები, ვინც წამოვიდნენ და ზვიადის ბოლომდე გვერდში დაუდგენ, ისინი იყვნენ, რა ვიცი, 5-6 კაცი. 10 კაცი აიღე, მაგრამ რამხელა ბირთვი, რამხელა მახინა უნდა გემართა, ხო? მაშინ თან მოსახლეობრივაც უფრო მეტი ვიყავით, თან ახალი შემდგარი სახელმწიფო, მაშინ გჭირდებოდა შენ რა, კომპეტენტური ტიპები და ყავდა.
არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ძალიან სუსტი ძალოვანი ბლოკი, ხო? ერთი შემილია გამოვყო, აი ეს ვაჟა პროკურატურის საკითხში და შემილია გამოვყო მერაბი რაფავა. რომელსაც აი უამოეკითხებოდა, რომელთაც დაელაპარაკებოდი, საქმეს გააკეთებიებდი და არ გადაგჩეხავდნენ და რაღაცას გირჩევდნენ და გეტყოდნენ და უშიშროებაშიც იყო, მამია იყო ცხონებული და რამოდენიმე ესეთ პატრიოტი ადამიანი თორე. დანარჩენი ხო, ყველა გიყურებდა ფეხებში და ყველა ცდილობდა იმას, რომ შენ არ ყოფილიყავი წარმატებული. დარჩენილები თან იშლებას და დაშლილი იყო უკვე საბჭოთა კავშირი და აი ზიზღით ბოროტებით რომ კარმუშკა წაართვი და ბევრი ფაქტორები იყო ხო იცი ახლა ეგ როგორც იყო მესმის იცი რა მაინტერესებს გიორგი შენი დღევანდელი დაკვირვებით ანუ შენ მე პრინციპში გიმუშავია სისტემაშიც და შესაძლოა იქითა თვალიდანაც შეგიძლია შეხედო ამ ისტორიას რა შეცდომას უშვებს ზვიადგამსახურდია ისეც რომ ფაქტობრივად აი ამ ხელა ტრიუმფის მერე რაღაცნაირად შესაძლებელი ხდება მისი ძალადობრივად დამხობა თუნდაც ერთ წელიწადში აი თუნდაც ხო სისტემის მხრიდან შეხედო ამას დანაშაულის პრევენცია უნდა მომხდარიყო აუცილებლად ცოტა მკაცრი მეთოდებით მაგრამ ზვიადი ზოგადად თვითონ ტიპი იყო თვისობრივად იყო ჰუმანისტი მას ვერ დაელაპარაკებოდი რა პრევენციულ ღონისძიებებზე თუნდაც მე არ გეუბნები რეპრესიული ხასიათის ხო და ზვიადი ფიქრობდა ეს არავინ არ თქვას რომ ზვიადი არ ელაპარაკებოდა ოპოზიციას. ყოველ დღე აი ვინ ცოცხლები არიან უზენაეს საბჭოს დეპუტატები და მიდასტურებენ. ყოველ დღე გინდა თბილისის ზღვაზე, გინდა შავნაბადაზე, სადაც იყვნენ ეგენი ბაზირებულები, ხო? ყველგან, ყველა არხებით, ყველანაირად მიდიოდა საუბარი, ყველანაირად მიდიოდა დიალოგი, მაგრამ მათ ჰქონდათ ერთი თემა, რომ ესე არ უნდა დამთავრებულიყო, თორე პოლიტიკოსებს შორის, ხო? იქაც ხო ეხლა ყველა არ იყო, ხო ეხლა ავტომატიანი და ეხლა ყველაზე მეტად მეზიზღება ეს დეფინიცია და ეს არის რაღაცა დაუმთავრებელი, აი ამ რაღაცა სიძულვილის და ეროვნული შუღლის, აი დაუმთავრებელი გამოვლინება, რომ ავტომატიანი პუჩისტი და რა. ბიჭო, გავიგე, ვისაც ავტომატი ეჭირა, ისინი ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ვინც იყო პოლიტიკური ოპოზიცია, ის ხალხი ძალიან კარგად ვიცი. და იმათ არანაირი ხელი იმათთან არ ქონდათ. მაგრამ ამ ხალხთან ერთთანაც მეორესთანაც მიდიოდა ეს მოლაპარაკებები. მაგრამ ამ მოლაპარაკებების პარალელურად ძალოვან უწყებას თავისი სიტყვა უნდა ეთქვა. ანუ მე არ გეუბნები რომ ეს იოლი იქნებოდა და მაგას ახლა ამდენი წლის შემდეგ რო თქვა და განმარტო რა შედეგი მოყვებოდა. მე ვერ გეტყვი მაგას, მაგრამ ნოლი იყო პრევენციული და რეპრესიული ხასიათი ხო საერთოდ, ხო? ეს ხო არ იყო იმის გამო, რომ ზვიადგამსახურდია ძალიან კრიტიკულია. შევხედოთ, ძალიან ახლა პათეტიურია და ძალიან კარგად ესმის ყურებს, რომ ისინი ვარდებს, ისინი ტყვიას გვესვრიან, ჩვენ ვარდები ვესროლოთ, მაგრამ ბიჭო, ამათთან გამორიცხული იყო სხვაენით საუბარი, ხო? ახლა ძალოვანი უწყება იმისთვის არსებობს ქვეყანაში, რომ საზოგადოება რაკას პოლიციელმა თუ შენეუბნები რომ ვარდები ვესროლოთ მან დავარ ზუსტად რომ ზვიადი ჰუმანისტი იყო თქო ზვიადი არ იყო ის ტიპაჟი რომ აი რა vicი ადამიანი ხო სასიკვდილოდ კი არა საცემად გაემეტებია აი სხვანაირი ადამიანი იყო აი ძალიან ჰუმანური მიდგომები ჰქონდა და რა თქმა უნდა მე ამას ახლა მინუსში არ უთვლი ახლა ფაქტია რომ ჩვენი ისტორიის წინა საუკუნის ერთ-ერთი კი არა ყველაზე გამორჩეული პიროვნება იყო ხო და თვითონ მისი მტრებიც კი დღეს უყურებთ რეალობას მისი მტრებიც კი მის ადვოკატებად გამოდიან და მას იცავენ და მასზე ცუც ვერ დააცდენენ ეს ამითი ჩაიწერა თავისი თავი ისტორიაში მაგრამ რო ყოფილიყო ეს მე ვფიქრობ ის შედეგი არ დადგებოდა რა შეიძლება დამდგარიყო ადრე თუ გვიან, მაგრამ ეს ერთი წელი მაინც რაღაცა გაგრძელდებოდა და ერთ წელიწადში ეს საერთაშორისო აღიარებაც მოვიდოდა de facto de iure ეს ყველაფერი რაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ აი ვერ გააკეთებიებდი ზვიადს ახლა აი არ იყო რეპრესიული ხასიათის ადამიანი და ახლა როდესაც არ არის ადამიანი ხო აი ძნელია რა მქონია მე ძალიან ბევრ ხელმძღვანელთან ურთიერთობა 27 წელია სისტემაში ვარ და ბევრ პერიპეტიებშიც მოვყოლილ ვარ სახელმწიფო როდესაც ირყეოდა, როდესაც ემხობოდა და ასე შემდეგ და
ვიცი რა პოლიტიკოსების ხედვა და ბევრს ვეთანხმებოდი, ბევრს არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ზვიადის კიდე სხვა გამოვლინება იყო, ზვიადი იყო აი just ჰუმანურ პრინციპებზე დაყრდნობის რომ იღებდა გადაწყვეტილებებს რა აი მარტივად მისთვის აი 2x2 4 მაგ კუთხით ყოველთვის არ იყო ნუცნა იცოდა რომ ეს ესე იყო საჭირო მაგრამ ნუ ადამიანი ეცოდებოდა მიხვდი ადამიანი იყო მისთვის მაგრამ რატომ იყო ეს აუცილებელი ხო მაგალითად აი როდესაც აი ეს კრიტიკულად რო შევხედოთ რა მოხვედი შენ 80 თითქმის 90%-იანი მხარდაჭერით 87-დან 8 რაღაცა იყო პოლიციური სისტემა ზოგადად არსებობს საბჭოთა კავშირში, აწყობილია ეს იერარქია, მე დაბრუნდა შევარდნაძე და პრინციპში ეს იერარქია აწყო, რაც თავისთავად იცოდა. პირველი მაგია აწყო, ვაფშე ყველაფერი დაიკიდა, პირველი ეგ აწყო. იმიტომ რომ მაგან იცოდა რა, რითიც უნდა გასულიყო ფონს. ბოდიში გაწყვეტინებ იგივე ნახე, ელჩიბეის თემაც ხო? აზერბაიჯანში როგორ განვითარდა მანამდე ეს მუტალიბოვი ელჩიბეი, მერე ელჩიბეის თემა როგორ განვითარდა, იგივე პეტროსიანი სომხეთში, იგივე ნაზარბაევიც. ანუ იქ ანუ ეს რყევები, აიგე სუ იყო, მაგრამ იქაურმა ადგილობრივმა ლიდერებმა და ხელისუფლებებმა შეძლეს და ამ ძალოვანი უწყებებით ეს სიტუაცია დააშოშმინეს და მერე უკვე გაამყარეს სახელისუფლებო ვერტიკალი და შენ ამას როდესაც ვერ იყენებ, ვერ გაამყარებ სახელისუფლებო ვერტიკალს თუ ქუჩაში წესრიგი არ გექნა. ხო, ეგრეა. არა, მე ისიც თქმა მინდა იცი რომ აი პირობითად ამ ხომ არ იყო მიზეზი, არა ის რომ პირობითად გასაგებია ხუმანურობა ეს ერთი ამბავი, ხო არ იყო მიზეზი ის რომ მან ბრძოლა გამოუცხადა რაღაც თვალსაზრისით საბჭოთა მათ შორის ვერტიკალსაც, რომელიც შეიძლება პოლიციაშიც გამოიხატებოდა. რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ეგრე გეუბნები ძალიან ბევრი კადრი მე არ გეუბნები მაღალი ეშელონები აი შუარგოლი ძალიან ბევრი კადრი აი დღემდე რომ ჩემი უფროსი მეგობრები არიან აი ყველანი პატიოსნად მუშაობდნენ და აკეთებდნენ თავიანთ საქმეს მაგრამ შენ რა არიცი რომ მუშაობ უწყებაში გჭირდება ბრძანება და პოლიტიკური ზურგი, მხარდაჭერა გჭირდება რა, რომ წახვიდე და შენი საქმე გააკეთო და შეასრულო და როდესაც აი ქუჩაში რაც ხდებოდა, ყველას გვახსოვს, აი როდესაც ეს ხდება ქუჩაში და შენ რო გეუბნება თავარსარდალი რომ იცი შენ რა ქენი იაგო? ცემო ოღონდ არ ცემო რა. ისროლო ოღონდ არც ისროლო. ხო და ეს ძალოვანისთვის ცოტა გაუგებარი ფორმულაა, გაიგე? ანუ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ბრძანება, კონკრეტული მოქმედება. იქ უკვე გაფილტრული ბრძანება მიდის პირად შემადგენლობამდე. რომ ეს არის გასაკეთებელი, მორჩა. იქ რო გზაში დამაწევ, რომ იცი რა, ახლა არ გინდა რა დაანებე ამ თბილისის ზღვას თავი. დაიღლებიან და დაიშლებიან, ხო? რა დაიშლებიან, შენ დასამხობად არიან შეკრებილი, ვინ დაშლის, არ დაშლის. შენი შეფასება როგორ არის? იქ რაღაცა მოხდება, ვიღაცას ტყვია, ბიჭო, სროლა როცა არის, ვიღაცას ტყვიაც ხდება და ყველაფერი, ხო, მაგრამ ქვეყანას ხდება მერე ის ტყვია, ხო და. შენი შეფასება როგორ არის? რა მოხდა პირობითად აი იმ პრეზიდენტობის განმავლობაში? რა მოხდა იმ გაგებით, რომ აი რა პროცესების შედეგად კარგავს გამსახურდია ხელისუფლებას? შენი დღევანდელი დაკვირვებით და ასე ვთქვათ, აი ძლიერი შეთქმულება, გარე ფაქტორები ძლიერი შეთქმულება, აგერ ეს ყბადაღებული ბუშის სიტყვები და ის ვიდეოც მე დავდე სხვათა შორის სოციალურ ქსელში. პირდაპირ უნთებს წვანეს, რომ ეს დინების საწინააღმდეგოდ მიდისო და ნუ იქ და ის პირდაპირ უთითებს, რომ აი გორბაჩოვი და ისენი და ანუ ისე მიყავს საუბარი დიდ ბუშს, რომ აი ეგენი ალაგებენ მაგ თემას და ნუ მაგათმა დაალაგონ. და ჩვენ რაღაც დონით კი არა მოგვიხსენიებს, ხო, იმათ რა, რომ ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის ნაწილი ხართ თქვენ და საადმირბი ხართ, რომილბი ხართ და ნუ მერე უკვე რუსები თავისი ინტერესის ფარგლებში, იმპერიალისტური თავისთავად ცხადია, ნუ ზვიადი მათთვის მიუღებელია, თან გამწარებულები არიან ზვიადზე, იმიტომ რომ მათი ცნობიერებით საბჭოთა კავშირი დაანგრია ზვიადმა და დისიდენტულმა მოძრაობამ და ტიპი ეზიზღებად და აი ამ გავეშებული ტიპი ეს პრივილეგია დაკარგული ეგრეთ წოდებული
ზოგიერთი ინტელიგენციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ რა. ეს გავეშებული ბრბოს აი ხელში გვაგდებენ რა, რასაც ქვია იქიდან რუსების და აი ამ ადგილობრივი ნომენკლატურის ძალა დაკარგული, უფლებებ დაკარგული, პრივილეგიებ დაკარგული და ესეთი გამოროტებული ტიპების და კრიმინალების ხელში გვაგდებენ რა და ნუ მე უკვე ძნელია გამკლავება რა. გარეთ შენი ხმა არ ისმის, რომც ისმოდეს მაგარი კიდი ხარ, არც გცემენ პასუხს. ესენი აწყობთ, იმიტომ რომ მე გაასწორონ რამსი და სხვათა შორის ედიკა ამ დროს ჩირგვებიდან იყურება და აინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები რა. არ არის ედიკა იმ დროს ეს რაღაცა როგორ გითხრა იცი, რაღაც მაშინდელი აი ამ საინფორმაციო რაღაც ჭორების თუ მართალის რაღაცა ნაყოფია, თორე ედიკა სადღაც აი პუჩის დაწყებამდე ისე იყო რა, შორიდან უყურებდა. რომ რა მოხდება? ზვიადის რამოდენიმეჯერ ქონდა მასთან საუბარი და შესთავაზა რა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყო საუბარი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრობაზე იყო საუბარი პირველ ეტაპზე და მე მივდივარ და აგერ შენი გამოცდილებით ასე მოხუცი კაცი ვარ, პენსიაზე ვარ, ზვიად და რაღაც დროს ჩემი პოლიტიკა ასე შემდეგ მაგრამ უყურებს ამ ყველა. ანუ იყო ლაპარაკი იმაზე რომ ინაugurაციაზე და მე შენიყავი პრეზიდენტი. კი, ჩაიბარე რა, თემა ჩაიბარე ხა პრეზიდენტი გერქმევა თუ რა გერქმევა, ნუ გვაქვს ხო ახლა სოფლიოში მაგალითები საპარლამენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტი ნომინალური ან საერთოდ ზვიადის ხო გეუბნები, ეს მისთვის იყო ინსტრუმენტი, რომ საქართველოსის რაღაც გაეკეთებია, თორე ის რომ რაღაც ეს ჩამოკიდებოდა მაგ თანამდებობას, მაგას დისკომფორტის გარდა ეგ თანამდებობა, აი თუნდაც ჩვენ რაც მოვყევით, არაფერს არ აძლევდა. ხო და ბოლოს ელცინის ინაუგურაციაზე რო იყო. მაშინაც შედგა კონტაქტი და საუბარი, რომ რაღაცა ქენი დაუდექი შენ ქვეყანას. და არა ზვიად მე პენსიონერი კაცი ვარ და ასე შემდეგ. თურმე გიყურებს აბა. როგორ შევადარწული რა გონია? სხვათა შორის, ჩემი აზრია რა. ჩვენ რო გადაგვეგორებია და პუჩი არ მომხდარიყო. სადღაც გაზაფხულის შუაში ეგ გამოჩნდებოდა. და ეტყოდა რომ აი ხო მოდი ახლა ის ელოდებოდა ტიპი რა, საით გადაიხრებოდა სასწორის ისა რა ქვია. და პუჩში მისი როლი რა გონია? პუჩში მისი როლი, ნუ რა ვიცი, აი პუჩის დაწყებიდან უკვე ეგ ერთვება, პუჩის აი დაწყებიდან ეგ და პუჩი თავისით იწყება და ეს მე ერთვება თუ მის დაწყებაში ეს პუჩი იწყება რუსების ორკესტრირებით თავიდან ბოლომდე, რუსეთი არიან ჩართულები, მთავარი აქტორები ეგენი არიან გერევეზე, ანუ ის ზაკვო და ნუ მთელი თავისი რო იტყვიან მაგათენაზე ტექნიკურად როგორ იწყება პუჩის შემიძლია ტექნიკურად აი როგორ არის იცი აი როგორც არის ყველგან რა ეს შაბლონური თემაა ქუჩით რა ჯერ რაღაცა ლოკალური აქციებით ნუ ხალხს ვერ კრიბავენ გაიგე ანუ აქციებს ანონსებენ უნდათ გაიგე რომ ესე მუხტი აწიონ რაღაცა რა ლუჩიხტრაზის ჰაკერმანა რა მაგრამ არ გამოდის ხალხი მერე უკვე იწყება აი ეს კრიმინალური ბანდების თარეში ხო ხდები იქ პოლიციის შენობის დაცხრილვა ანუ მაგი რა არიცი ამითი ანუ ხო მოსინჯეს ქუჩა ასე ვთქვათ და ანუ აქციები და ესენი ნუ ჩაფლავდა ნუ მაქსიმუმ 1000 კაცი გამოუვიდათ იქ რესპუბლიკის მოედანზე 1500 კაცი მერე იწყებენ უკვე ნახე აი ამ კრიმინალურ გამოხტომებს და ეს კრიმინალურ გამოხტომებს რატო იწყებენ და რა არის ამისი მთელი ქაბაბი და ქიშმიში რომ კრიმინალს აძლევენ ცინკს რომ მიდი აბა ხელისუფლება აი მაგა მანდ თქვი რომ გამოსაყენებელი იყო ზავა იმიტომ რომ მაგითი ნახე რა შვებიან ტესტავენ რა თუ აღკვეთე თუ არა და მორჩა რა და ის პრესტუპნიკიც რომ შეგულიანდება მერე უკვე გამოდის და ნუ რო ხედავს რომ დაუსჯელია მერე ავტომატითაც მოძრაობს მერე ისე აი ესე როგორც არის რა მე ეტაპობრივად მერე ამას ემატება პოლიტიკური შემადგენელი მერე იწყება შენობების დაკავება აი ის ტელევიზიის შენობა რო დაიკავეს აი მე რომ მაგალითად ამას აქში ყოფილიყავი და რაღაცა პოზიცია მქონოდა ხო აი იმ შენობაშივე დავამთავრებდი მაგათ კონცერტს მერე უკვე როგორი რაღაცა იცი აი
მაყურებლის ენაზეც რო ვილაპარაკოთ, მე ტრუხდება, გაიგე ყველაფერი, მე რაც გინდა ის გააკეთე. ის რო გაუვათ, ეს რო გაუვათ, მე იქ რო შევარდებიან, მე პოლიციის განყოფილებას რო დაეცემიან, იარაღს წაიღებენ. მე ახლა წესრიგის დამყარება ცოტა ძნელია, გაიგე, ეს უკვე დაიწყო ეს დომინოს პრინციპი რა. უკვე დაიწყო ნკრება, ის ძალიან ძნელია მე უკვე რაღაცის კეთება რა. თავშივეა ეს ყველაფერი ასაკვეთი რო იყო. გატესტეს ქუჩა, ხალხი არ გამოვიდა და მე დაიწყო, ხო, ქრონოლოგიურად ხო ეგრე და ბოლოს რა მივიღეთ? ბოლოს ზარბაზანი მოგიგორეს, კაცო, ნახეს რომ იაგო ვერაფერს ვერ მიშვება და მოვიტანე ხლა ამ ზარბაზანს ბარემ, ხო, ისთვის მომცა ეგრე. იმ გაიკაცმა, ხო? მე ბეტერები ჩდებიან, მე ბერდეემები, აფეთქებს ეროვნული გვარდია, ორი მოდის, ერთს რო აფეთქებ, ორი მოდის. ორს აფეთქებს, სამი მოდის. საიდან მოდის ახლა, ხო? იქიდან მოყვავდა ის შენი ყოფილი რესპონდენტი, იცახდა კითხვას. საიდან მოყვავდა, რას ქვია, გერევეზე. რამდენსაც ეთყოდა ბეპაევს, იმდენს ერთს ეთყოდა, სამს აძლევდა. ჩვენ, რავი, ახლა მე რაც თავი მახსოვს, რავი, პირველად შინაგან ჯარს უნახე, ისა რა ქვია, საბრძოლო აკაესები. მანამდე აკაესუები იყო, ისიც რა ქვია, გორგოძის მინისტრობის დროს რუსეთში გაიტანეს და რაღაცაი რაც დარჩა პოლიციას, აკაესუები იყო პატარა, გადაკერებული დოსააფის ავტომატები, უჩებნი ავტომატები ჩვეულებრივად, ისა რა ქვია რა, შეცვლილი. ნუ დასვარკული ემეებით რა, ლულებით რა. და მაგეებით ვიყავით და რაღაცაი მე ვანოჭელიძემ გააძრო საიდანღაც ეს ისა რა ქვია, საბრძოლო აკაესები. პირველად უნახე მაშინ მაგათ. და რაღაცა აი SVD, რაღაცა RPG და რაღაც მუხა და რაღაც ეგენი გქონდა. რაზე იყო საუბარი და იქით ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი, რაც გინდა სულო და გულო. და მე მოხდა ის, რაც მოხდა და კიდე უარეს გეტყვი. ბოლოს აგერ არის მერაბი რაფავა რა, ერთ ჩემი უფროსი მეგობარი, მაშინ პირველი მოადგილე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის. 40 თუ 50 კაცი იყვნენ დარჩენილები იქ სასტუმრო თბილისში, ახლა მერეოტი საათს არის. ხო და აი ესეო რა მივხედოთო რა, ჯოხარმაც შემოუთვალა. რომ ერთ თვითმფრინავსო გამოუშვებო რა, ტუას 54-ო და დავამთავრებო რა, მან ყველაფერსო რა, ცოდოხარო შენცო რა. ხო და არაო გამორიცხულია უარი უთხრათ. გამოუშვებო ჩემებსო და ერთ დღეში მოვათავებო მაგ ყველაფერსო რა. ერთი ბორტითო რა და ამათმაც უთხრეს მე რამას და ისა რომ ჩავხოცავთო რა მაგათო გამოვწყოთ ვირთხებებითო იქო მაგრამ არ ქნა არ იყო ეგ ტიპი და არ იყო მკვლელი არ იყო ზუსტად გამსახურდი ხა რო ყოფილიყო ახლა რა ვიცი აბა და ამ პერიოდის განმავლობაში პირობითად შენი და პირდაპირ გეუბნები ქვეყნის გამო მე მაგას ვიზავდი და ვიზავ კიდეც როდესაც ვიცი რომ ქვეყანას ემუქრება საფრთხე მე ვიზავდი და ვიზავ კიდეც გამორიცხულია როდესაც ჩემ ქვეყანას ემუქრება და რუსის დავალებას ასრულებს და ამხობს კანონიერ ხელისუფლებას ნებისმიერი ძალის დავალებას ასრულებს და ამხობს ხელისუფლებას ხო იმას მე ხელებს დავაჭრი და ეგრე მოვიქცევი ყოველთვის და გამიკეთებია კიდეც იცი რა მაინტერესებს აი ამ პერიოდის განმავლობაში არ არსებობს ისეთი ავტორიტეტი ან რეპუტაციული ადამიანი რომელიც დალაპარაკებას შეძლებს ამ ხარეებთან და რაღაცნაირად აი რამე ისეცინადება შესთავაზებს დადიოდა დელეგაციები რა აი ვაჟარო ახსენე აბაკელია გივი თაქთაქიშვილი რავი ვალტერ შურღაია დადიოდენ იყო ეს მიმოსვლა მაგრამ შედეგი რა იმას რო აქ დავალება მიღებული იმას დავალება რო აქ მიღებული რომ იაგოს უნდა გამოუყვანოს წირვა ხო ელაპარაკე შენ ახლა იმას რაც გინდა იმას დავალება აქ ეგეთი თორე დადიოდენ რა ვიცი პირად კონტაქტებზეც იყვნენ ვიქტორი დავდიოდა რა ვიცი დომუხოვსკი ალბათ რა ვიცი დღეში ალბათ ორჯერ სამჯერ გარდაცვლილია საწყალი პეტრე დადიოდა გელბახიანი რა ვიცი უამრავი ხალხი ვინც აქეთი იყო და ეთქმოდა რა პაატა დადიოდა ეგერ ბარათაშვილი რავი ბევრი ყოველ დღე იყო მიმოსვლა ყველაზე გაჭირვებულ დღეებშიც კიდე და რა იყო წინადადება ვთქვათ ანაკეთა მხრიდან ან იქითა მხრიდან არაფერი ჩვენ ვეუბნებოდით რომ ეს ყველაფერი მორჩეს ეს დასრულდეს ეს რაღაცა უბედურება სროლა ვაივაგლახი და არჩევნები რა და იქ ნახოთ არა რა არჩევნები
რასაც პრინციპში აი ახლა რა შორს წავიდეთ ანუ გეუბნებიან რომ რას გვეუბნებოდნენ ახლა აი ამ მოვლენების დროს რომ ისა რა ქვია თქვენ გადადექით ჩვენ მოვალთ ჩვენ ჩავატარებთ ახალ არჩევნებს და ხა მიშას და ნაცების ჩატარებული არჩევნები და მაგათი ადმინისტრირებით ჩატარებული არჩევნები რას ნიშნავს ძალიან კარგად ვიცით და ზუსტად იგივეს ნიშნავდა სიგუა და კიტოვანის მიერ ჩატარებული არჩევნები ზუსტად იგივეს ნიშნავდა მაშინ ჩვენ ვეუბნებოდით რომ რაღაც შერეულად ერთად არა წადით მორჩა გადით დატოვეთ ჩვენა ვართ რა აი როგორც ესენი იძახდნენ ნაცები ახლა ხო რამე განსხვავებულს კი არ იძახდნენ მაგათი ისენი იყვნენ რა ქვია მამები და მაგათი ისენი რა ქვია პოლიტიკური ისენი რა ქვია მენტორები იყვნენ მაშინ ხო ახლა საიდან აღმოცენდნენ ეგენი მე აღმოცენდა მოკავშირი და მოკავშირეზე დაშენდნენ ნაცები და ეგ არის ხო მაგათი პოლიტიკური მამები გვთავაზობდნენ ზუსტად იმას მაშინ რასაც ახლა გვთავაზობდნენ იცი რა მაინტერესებს აი 22 დეკემბრიდან 6 იანვრამდე შენი ცხოვრების პერიოდი მაინტერესებს აი შენთვის რა ხდება ამ დროს 22 დეკემბრიდან 6 იანვრამდე ვარ სახლში ეს სისულელია რაღაც ვინ მოიტანა ბუნკერში იყვნენო თუ რაღაცა ეგ სახლში ვარ ხო და ავი იქ ბევრჯერ იყო მცდელობა ამოგვივარდნენ სხვა შორის ყარყარაშვილის შენაერთი რა ერქვა თეთრი არწივიო თუ რაღაცა და ისა რა ქვია რაღაც შერეული ნაწილები გვარდიის რა მოიგერია მაშინ დაცვა დედოფლის წყაროს პოლიცია იყო თამაზის სხვადასხვა თამაზაშვილი და დაცვის ბიჭები ნუ სადღაც იქნებოდა ჯამში 1-30-35 კაცი შეიძლება არც კი მაგდენ და მოიგერიეს რა მოიგერიეს ზვიადის სახში ამ დროს თუ პარლამენტშია ომია ოჯახის სახში ვართ ხო და ძევლად აყვანა უნდოდათ და ამითი მერე ზეწოლა მოეხდინა ზვიადიზე რა და ისიც მახსოვს ისენი თურქული გისოსები იყო რა ხო გახსოვს მოდაში რო იყოს თურქული გისოსები და იქიდან მე და ცოტნეს გეკოსტოფი და ტეტე გქონდა გაყოფილი და იქ თერგის ქუჩაზე ვესროდით რა იქით რა ხო და აი ეგ იყო ჩვენი 22-დან 6 იმამდე რა ქვია იავრამდე ცხოვრება მე ამოვიდა ბეტერით ზვიადიმ გამოუშვა ბიჭები სხვა შორის აი სტრუპენტელა რო ყავდა ბახია მაგიც იქ იყო გიორგი მოიარაღი დამადო თუ რაღაცა მე გავიგე ვიღაცა ბახია არის რა ვიცი ხო და არავის იარაღი ერთა მიდია ჩავჯექით ჩამოვედით და იქიდან შევუერთით ისა რა ქვია ზვიადი უკვე ნუ კორტეჟი უკვე მზად იყო და ნუ წავედით რა ეგ იყო იქ და თან ერთი თავდასხმის კი არ იყო ეს რაღაცა პატარა გამოხტომები სულ იყო რა ანუ მაგრამ ეს აი ესეთი მასშტაბური დილიდან საღამომდე რო გრძელდებოდა ეგ იყო რა მაშინა რო გითხარეს ყარყარაშვილი და მაგისი რაღაცა პუჩი დაწყებულია ამ დროს კი კაცო 22 დეკემბერი კი არა ის არის 25 ნიტო 26-ია რა ამ პერიოდის განმავლობაში ზვიადი სულ პარლამენტშია კი ბუნკერში იყო ხო მთელი ეგ პერიოდი და გზაში რო მიდიხართ გზაში რამე პრობლემა არ შეუქმნიათ ბიჭო როგორ არ შექმნეს ის ავტობუსის დაცხილვა ეხა მე არ ვიცი ეხლა არანაირი სენტიმენტი და არანაირი ის არა მაქვს მე სიმპათია ხაინდრავოსადმი და არც მაგის ვექილობას არ ვაპირებ მაგრამ ვინ დაცხრილა და როგორ დაცხრილა ეგ არ ვიცი მაგრამ იმ ხარემ რო დაცხრილა ეგ ფაქტია იმიტომ რომ ბუნებრივია და მაგრამ ის ავტობუსები ჩვენ რო წავედით ის მე უკან რო მოყვება ის სასტავია ხო ხდები თორე ჩვენ გავიარეთ ცხონებული ჯიბილო იჯდა ჩვენ მანქანაში ნიჟარაძე გურამი იყო მძღოლი ოქროცვარიძე ძალიან კაი კაცი და ჯერ ჩავედით განჯაში ზვიადი თქვენთან არის ამ დროს ზვიადი ჩვენთან არის მანქანაში კი ხო და ისა რა ქვია ნუ ბავშვები ვართ უკან მზივართ რა და ისა რა ქვია შემჭიდროებულად მე ჯიბილო გადავიდა მანქანიდან მანანა გადაჭდა მახსოვს წინ და მე უკან ჩვენ ვიყავით ზვიადი და მე და ცოტნე ჯიბილო მე გადავიდა მანქანიდან და წავედით და საწავიდეთო რა და ნუ წახვიდე ხა ნუ ბევრმა იმან რა ქვია ქვეყანამ რა ვიცი რა ზოგმა ტელეფონი არ აიღო ზოგმა ამცალი რაღაც ნუ 1000 მიზეზი რა ისე სად ფიქრობენ წასვლას თავი რა ვერსიებია
ну აი კუდაგ ლაზაგლიძიატრა მაშინ არ იყო რა ეგრე არჩევანზე რა ანუ რუსეთში ვერ წახვიდოდი თურქეთი იყო თემა მაგრამ იქ რა ვიცი ასლანს როგორ ქონდა იქ დაალაგებული არ ვიცი მაგრამ დიდი გზაა ზვიადი თქვა და იქამდეო ფიზიკურად ვერ ჩავალთო ну კიდე რაღაცა მოხდებოდა ხო ხდები რა ასლანთან ამ დროს რა ურთიერთობა აქვს სამსახურში? ასლანთან იყო ახლა კავშირი, კონტაქტი რაღაცა, მაგრამ ასლანი როგორ იყო, იცი? შორს იყო და რაღაცა ასლანს ჰქონდა ეგეთი პოზიცია, რომ მე короче რაღაც ამას ჩემ კუთხეს შევინარჩუნებ და აქ რაღაცა პლაცდარმს და ფორპოსს გავაკეთებ სამომავლო ბრძოლისთვის და რაღაც ეგეთი მიდგომა ჰქონდა რა, ხო და იქ ფიზიკურად ახლა იმ გზას ხო გავლა უნდა ახლა ხო არ იყო ახლა ეს დღეს არის გასაჭირი გზა გაიარო და თან მაშინ რომ მოგდევენ და დროზე წადი დროზე წამოდი ხო ხდები ხო და ჩავედით ანუ წითელი ხიდით წავედით იმაში რა ქვია რა განჯაში ჩავედით იქ რა მერის ოჯახი იყო თუ რაღაცა სადღაც აგვაბინავეს რა და მუტალიბოვი თვითონ არ მოვიდა მინისტრი გამოუშვა შინაგან საქმეთა მინისტრი რა და ნუ ძალიან დიდი ბოდიშიო მაგრამ ვერ გაგაჩერებთო რა აქ რა აზერბაიჯანშიო რა ხო და ნუ ეხლა რა უნდა ჰა მიზეზი ნუ შიში ელცინის მეშინიაო რა პირდაპირ კაცო პირდაპირ თქვა რომ ელცინის მეშინიაო და ვერ გაგაჩერებთო ხო და მაგინო ესთანაც მოვყევი მე გადაცემაში იქ მე წავედით ნუ ხსალს ზახვიდე აზერბაიჯანს წავედით სომხეთში სომხეთმა მიგვიღეს სხვა შორის ხალხთან ხალხი რაშუაშია მანდა მაშინ პეტროსიანი იყო და დიდი თათბირის მერე მაგათმაც გადაწყვიტეს კაი დავიტოვოთო და იჯევანში რაღაც პანსიონატ გორნი ეგრე ერქვა ზაფხულის პანსიონატში გავშვეს კაგანია სამთარში ბიჭო არც გათბობა არაფერი ну დენი ჯერ კიდე ვიყო რა ანუ საბჭოთა კავშირი კიდე რაღაცა სულგმულობდა და მახსოვს ქურაში გქონდა ფეხები შეყოფილი ისე ვითბობდით რა და აროჩი რა რაღაცა ორი კვირა ვიყავით რა მანდ ასე ვთქვა თავი გავიტანეთ და ნუ მე ნუ რა ვიცი ხა ნუ ყველა მიცის ეგ ცნობილი ფაქტია ჯოხარიმ გამოუშვა თავის წარმომადგენლები დაცვის ბიჭები თვითფრინავი და ნუ მოლაპარაკებები ქონდა სხვათა შორის პეტროსიანთან ძალიან ინტენსიური, რომ ჩვენ გამოშვებაზე რა და ცოტა მუქარის ტონითაც და ვის არ უნდა გაშვება? ბიჭო ესენი იძახდნენ რომ ისაო რა ქვია, უნდა ჩამოვიდესო საქართველოსდანო დელეგაციაო და უნდა გადავცეთო რომ გაასამართლონო. სომხები იძახდნენ? სომხები არა, პეტროსიანის სასტავი იძახდა რა, ანუ თავრობა ხო, რომ უნდა მივცეთო რა იმათო და ვიღაცები ჩამოსულები იყვნენ ეს ისა რა ქვია ვიღაც შენგელაიები რო არიან ძმები თუ ვიღაც არ ვიცი და ითხოვდნენ გადაცემას? ხო, რომ წავიყვანოთო იქო და გაროჩეო და იქ უნდა გავასამართლოთო რა და ჯოხარი ვინ უნდა გაასამართლოო კაცო, გასამართლებას მე შენ განახევო როგორ უნდაო. და ბოლოს ნუ გადაწონა რა თემამ და ნუ ჩამოფრინდა თვითფრინავი კიდე ზაური იყო ბედია მახსოვს. პილოტი და რავი წავედით გროზნოში და მე იყო რაც იყო რა ხო ხდები რა. გროზნოში რამდენი ხანი მოგიწია ცხოვრება? ჯო გროზნოში რავი როგორ გითხრა ხა 92 წლის თებერვალში ჩავედ თებერვალი იანვრის ბოლო იყო ნიტო თებერვლის დასაწყისი. იანვრის ბოლო უფრო. ხო და ნუ რავი ხა იქ ზვიადი იყო ნუ 93 წლის სექტემბრამდე 23 სექტემბრამდე და მე ჩვენ დავგჩით კაცო იქ ცოტა. იქ როგორ ცხოვრობდა, იქ რას აკეთებს გამსახურდი? ბიჭო, ძირითადად აი პოლიტიკური აქტივობა, ნუ აი ის პერიოდი არის ყველაზე საინტერესო გროზნოსი და რატო? ჩვენ ხო აი ამ პუტჩის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რითაც აი ჩვენ ასე ვთქვათ, აი ეს წავაგეთ იყო ინფორმაციული ვაკუუმი რა, იმიტომ რომ ნუ ყველანაირად ჩაგვკეტეს რა, ანუ კონსოლიდირებული ქმედებები იყო, მაშინ არ იყო ეს სოციალური ქსელები ესენი არაფერი. კონსოლიდირებული ქმედებები იყო აი რუსების მხრიდანაც და დასავლური სამყაროს მხრიდანაც, რომ არაფერი ზვიადის სასარგებლოდ და ეროვნული ხელისუფლების სასარგებლოდ არ უნდა გასულიყო და აი იყო ფინეთში რამოდენიმე ადამიანი, ავსტრიაში რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც აი რაღაც პატარა პრესკონფერენციას გააკეთებდნენ და იტყოდნენ ჩვენს შესახებ სიმართლეს, მაგრამ ნუ ეს ნუ მე
აიგიფიემი იყო ჩართული მაგაში რაღაცას წვალობდნენ ეგენიც, მაგრამ ნუ აი იმდენად დიდი ის იყო, რა ქვია, ზეწოლა, რომ აი ამ ხალხის გარშემო სიმართლეს არ უნდა. აი ახლა რასაც გვიპირებდნენ რა, აი მართლა ესეთი მსგავსება სიტუაციებს შორის, აი ძალიან იშვიათეულად დღეს ვერ შეძლეს და ვერც ვერასოდეს შეძლებენ მაგას, იმიტომ რომ მაგათი კიდევ ერთხელ ვიძახი პოლიტიკური მამები იყვნენ ეგენი. ხო და მერე ზვიადი წავიდა კიდეც ერთი წასვლა ავსტრიაში იყო ჩასული მერე გავლით თურქეთში ჩავიდა თურგუთ ოზალი ნახა ანუ რატო ვიძახით ამ დეტალებს რატო ყვები რომ მარტივად გეტყვი რა ზვიადის მთელი საქმიანობა გროზნოში მიმართული იყო რომ ეს ინფორმაციული ვაკუუმი გაერღვია რა რომ ჩვენი სიმართლე მოესმინათ რა არავინ არ გელაპარაკებოდა რა აი ის კი არა აი კარაულოვიც რო იყო ჩამოსული მახსოვს ლეონიაიკ გავიცანე პარფიონოვი სხვა შორის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და ისენიც აი რუსი ჟურნალისტები ხო იყვნენ ხო ნუ ისეთი ასე ვთქვათ ლიბერალური შეხედულების მაგრამ მაგათი ლიბერალური შეხედულებები არ გაიშვა მაგრამ ეგენიც შოკში იყვნენ რომ ესო როგორ რა მაშინ ახლა ხო ხდები ელცინის რუსეთში ელცინის რუსეთს და ახლა ამის რუსეთს ვერ შეადრი ხო რაღაცა დოზით რაღაცა სიტყოდი მაგრამ აი ჩასულები არ იყვნენ და ჩატანელი არ ქონდათ მასალა რომ მიჩეხილი მოჩეხილი ნუ ხო ხდები რა ის რო ჩამოდიოდნენ აი ეს რაღაც ჩაგწერდნენ რაღაცას ისა მაგრამ ისე დაჩეხავდნენ რომ აზრი არ ქონდა რა იცი რა რამდენი კაციანია გამსახურდიას გარემოცვა ამ შემთხვევაში ჩეჩნეთში და რით ირჩენს ეს ხალხი თავს? ბიჭო, სადღაც 10 კაცი გვახდა რა, ნუ ასე ვთქვათ რა, 10 კაცი. ეს საბჭოს თანამდებობის პირები და ვიღაცებიც ხო იყვნენ იქ? თანამდებობის პირებიდან რა, ბესო იყო მარტო და მერაბი იყო გიგნაძე რა და დაცვიდან იყო ერთი, ხო ნუ აი ჩვენ გარდა 10 კაცი რა ეგრე რა და ჯოხარი გვეხმარებოდა ძალიან აქტიურად და ფაქტიურად ნუ ჯოხარის კისერზე ასე ვთქვათ რა. აი აბსოლუტურად ყველანაირად იყო ჩართული თავისი ტრანსპორტის უზრუნველყოფით, თავისი სწავლა განათლება, ნუ მატერიალურ ხარდაჭერაზე ხო საუბარი ზედმეტია. თავიდან ბოლომდე აი ამ კაცის კისერზე იყო ყველაფერი. ჩვენ რა გქონდა ხო გაზარცულები, წამოსულები, ნაომრები, რა ვიცი, დედა გქონდა ნატირები ხო ყველას. ვაფშე არაფერი ხო, აი საერთოდ არაფერი ხო და ყველაფერი იყო ჯოხარის კისერზე, აი აბსოლუტურად, მაგან რომ აი ეს მაგან რომ მაგასაც ძალიან დიდი ზეწოლა ქონდა, ხო? ნუ ერთ-ერთი რაც არ აპატიეს ჯოხარს, რომ ზვიადის დაუდგა ესე გვერდით რა. და ყველა თემა გადაკეტა და ბოლომდე გავა ზვიადს, რასაც თქვი, ბოლომდე გავა. მე ხო მახსოვს, აი არაფერი ჩვენ არ დაგვკლები, აი საერთოდ არაფერი. იქ არა რას ამბობაც. რა შენახვაზე ის ჩენაზე ვლაპარაკობთ რა სისულელე ყველა აი ამ ჩამოთვლილი ადამიანების ოჯახი გინდა ხელფასები გინდა ტრანსპორტი გინდა სწავლა გინდა განათლება გინდა ოდანავი დისკომფორტი ჩვენ იქ არ გვიგრძნია ჯოხარის პერიოდში არანაირი საერთოდ როგორ გითხრა აი ნაზირალა ხო უნდა იყო ადამიანი რომ თქვა რომ აი რაღაც არაფერი აი რასაც ქვია აი რა ვიცი რა ერთი ვიყავით დევნილობაში თორე აი არაფერი საერთოდ არ გვაყავდა რა როგორ იღებს ზიად გამსახურდია თბილისში და საქართველოს დაბრუნების გადაწყვეტილებას და აი ეს პერიპეტიები მაინტერესებს მათ შორის ეგ ნაწილი აი სხვათა შორის ეგ რა არის იცი მანანას და მაგის თანამოაზრეების ხაზია ეგ რომ რაღაცა აი დაარწმუნეს ძალით ჩამოიყვანეს შეაცდინეს არ იყო ზვიადი იმისი ჩიტი რომ ვინმეზე მოესმინა არ იყო რა თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას შენ მოგისმენდა მიიღებდა შენგან აზრს მაგრამ ბოლოს ხო გადაწყვეტილებას იღებდა თვითონ ეს არის სისულელე რომ კურამ აფსანძემ არა იმან რა ქვია ბებია ჩემს ზინამ გადაარწმუნა რა სისულელეა იმ მოცემულობაში ნახა რომ აფხაზეთი იკარგება აბარებს ეს კაცი სამაჩაბლო უკვე ჩაბარებულია
ქვეყანა, გახლეჩილია და დედა აქ ნაპირები გასწორებულია და მე აქ რა მინდა, უნდა ჩავიდე და ბოლო ვცადო. იქნება ეს წარმატებული, იქნება წარუმატებელი, ხო? ისტორია იწერება იაკო. ეგრეა. ჩვენ რაც ჩვენი ვალდებულებაა იაკო, იმიტომ ხო არ ვაკეთებთ, რომ აპრიორი ვიცით, რომ წარმატებაა იქ. იმიტომ ვაკეთებთ, რომ ამას შინაგანი მე გვკარნახობს და ადამიანობა გვკარნახობს, ხო? რომ მართლები ვიყოთ თუნდაც საკუთარ თავთან. მე ბევრი გადაწყვეტილება მიმიღია, ბევრი ნაბიჯი გადამიდგია. ლატენტური ცოდნა მქონდა, რომ იქ არაფერი არ გამოვა, მაგრამ ვთვლიდი საჭიროდ, რომ ესე იყო გასაკეთებელი და მართალი ესე იყო. და ისიც ადამიანია და ზვიადი იყო ბოლო-ბოლო, ხო? ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ადამიანი. რატომ ვერ გამოვიდა წარმატებული მისი ვიზიტი თუ თავიდანვე განწერული იყო შენი დაკვირვებით? თავიდანვე განწერული არ იყო. მაგრამ ისევ და ისევ აი არასწორი ხალხის ყოფნა არასწორ ადგილას. არასწორი ხალხის ყოფნა არასწორ ადგილას რა. ჩემი აზრი ეგ არის უფრო. და ეს მეორე ცდილობაც ზვიადის არაპატიეს, ანუ მოусვენრობა და ზვიადი რო ყოფილიყო ემიგრაციაში, ხო? დღემდე სოციალი იქნებოდა. აი ეს აქტივობა და ქვეყნის მისამართით აი ესეთი თავგადადება არაპატიეს რუსებმა და მათთან ერთად ყოფნა ძალებმა. რატო არ წავიდა ემიგრაციაში, ავსტრიაში იყო? არ წავიდა, ხო, იყო, დაბრუნდა, ხო, 10 დღე იყო. რუსეთში დაბრუნდა შინაგან. აგერ, ხო, აგერ კოკოს მოაყოლე, კაცო, ეგენი ერთად იყვნენ იქ. ლანცბერგისმა გამოუგზავნა თვითმფრინავი, მაგ თვითმფრინავით წავიდნენ ჩერეს თურქეთში ოზალს შეხვდა. რაღაცა ილაპარაკეს იქ აეროპორტში, არც კოკო მიცის და არც მე, ეხა მე რა ვიცი, ხო? მით უმეტეს. მერაბი ახლა კიდე კიკნაძე. ხო და მე წავიდნენ ავსტრიაში. ხო, მართალი ხარ, ხო, შეიძლება დარჩენა და იმ თვითმფრინავით ჩვენ წავიდოდით იქ, მაგრამ არ იყო ეს ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო რომ სახელმწიფო მიეტოვებია და არ მიატოვა. მაგისი ნაბიჯი ყველა ზვიადის ყველა ნაბიჯი იყო შეგნებული, გააზრებული და ეს მაშინ ისე თვლი და საჭიროდ და კიდე ერთხელ გეუბნები რომ მე ვეთანხმები და იმედია შენც, ხო? ჩისტა ადამიანურად აიღე, ხო? შენ რა იცი მაგალითად საქართველოში იმ პერიოდზე, ეს არის 93 რა ვიცი და ვიცით აი რა იცი რომ აი გროზნოში რომ ჩამოდიოდნენ ადამიანები მათ შორის ზვიადისთან მაშინ წინააღმდეგობაში მყოფი პოლიტიკოსები და მე ვაიმე ეს რა უბედურება მოხდა. ჩამოდიოდნენ მე ზვიადთან რა, ხო და ისა რა ქვია, რო ჩადიოდნენ აბა სად იყავი? აბა რატო იყავი? აბა ჩხრეკა, აბა ისა, აბა ჩადება და რავი უბედურება. ანუ მანდ მოსვლის გამო აბა რა გროზნოში ჩასვლა, ეხლა აი ჩვენ რო დავდებთ რა ტიპებს რო სირიაში იყავი და რაღაცა ეგეთ პუნჩი იყო, მაშინ გროზნოში იყავი ძმაო. ხო, ვინ გაპატიებდა რას ამბობ კაცო? გროზნოში ჩასვლა იყო იმენა სროგი უკვე რა. არიცი ახ გეხსომება ეგ ანუ გადმოცემით მაინც გეცოდინება. საქართველოში რა მოხდა მის თავს? შენ გჯერა თვითმკვლელობის ვერსიის თუ მკვლელობის გამორიცხულია. მე არ მჯერა მაგ ვერსიის. რა ვერსიაა შენთვის ყველაზე დამაჯერებელი? რა მოხდა? ჩემთვის დამაჯერებელი არის რომ ეხლა ზვიადის ფიზიკური არსებობა მაგ დროისთვის, არც ერთი მხარისთვის არ იყო მისაღები, ანუ მე მაგ ეგრეთ წოდებული მაშინდელი დასავლური სამყარო და რუსეთი არ იყო. მთელი ამათი ყურადღების ვექტორები იყო გასწორებული შევარდნაძეზე და იმის იქით არ უნდათ არავინ. აი ამაზე ქონდა ორივე სტავკა გაკეთებული, იმათაც აწყობდათ, ამათაც აწყობდათ რა. იმიტომ რომ ამან იცოდა რა ედიკამ რომ შეეძლო რა იმათთანაც, ამათთანაც, ხო და მაშინ ეგ აწყობდათ. ხო და ეგ თავიდან ბოლომდე რუსული სპეცსამსახურის შესრულებულია, რა თქმა უნდა, ის აბსლუგა და ოპერატიული უზრუნველყოფა,
ადგილობრივების ახლა ვინ იყო იქ ჩართული ხო ეს სისულელე ეს რაღაც ლეგენდებს რო იგონებენ და რაღაცა ახლა ვინ გამოიყენა ოპერატიულ უზრუნველყოფაში მაშინდელმა მაშინ თან ახლა კვირაია გაიძახდა ერინია ჩემი მინისტრიო მე არა ვარო იგორ აიძახდა კაცო მეო ისაბარო вообще რუსიისაო და გაგეგო ახლა მაგათი იყო ხო ერინის კვირაიას მაგათი იყო და იგორაც მაგათი იყო მაგრამ უფრო იგორას ხაზია რა ახლა უშროება რომ აკეთებს ღონისძიებას ხო შსს-თან არ თანამშრომლობს ეგ ისეთი თემაა რა ანუ ქვეყნის აი ახლა წარმოგიდგენია შენ რომ მაშინდელ დროს რუსეთის უშიშროება რატო ითანამშრომლობდა კვირაიასთან როცა იგორა ყავდა აქ ხო აი ლოგიკა არ არის მიხდი ხო როდესაც ყავს თავისი ისა უწყება დაანებე კაცო ამ რაღაც турбулентურ თემებს ჩვეულებრივ ურთიერთობაში ხა სუსის თემა როდესაც არის ხო შენ პოლიციასთან ხო არ კონტაქტობ სხვა ქვეყნის ხო კონტაქტობ იმავე ქვეყნის სუსთან ხო ლოგიკაა ეგეთი და ხა იქ დეტალები რა მოხდა როგორ მოხდა ნუ არ ვიცი ხა მაგას ჩვენ იაგო ჩვენ და სამწუხაროდ ვერ გავიგეთ ხა ორი საგამოძიებო კომისია იყო ამასთან დაკავშირებით ხო კოპომ ძალიან დიდი შრომატევადი დოკუმენტი დადო და დღესაც რო იცოდე მიდის რა მაგაზე არავის არ ეგონოს რომ ეგ თემა მიძინებულია და ვიღაცა მთავროზე შემოდო დღესაც მიდის უბრალოდ ნუ კონკრეტული და ხელშესახებია საჭირო თორე ახლა სანახაობისთვის არ გვინდა ჩვენ ეს გაიგე ანუ ყველაზე მეტად რასაც უფასება იბიჭებს ხო ვინც მაგ საქმეზე მუშაობენ და შრომობენ პროკურატურაში რომ სანახაობისთვის ამას არ აკეთებენ უნდათ რომ რეალური დაიდოს მიხვდი ხო და შენც ხო რეალური გინდა ახლა პოლიტიკოსი კაცი ხარ რაღაც ჟურნალისტიკაში გაგშენი წიაღსულები და ნუ ადამიანი ხარ ხო პირველ რიგში და შენ ხო გაინტერესებს რეალურად რა იყო ის რაში გინდა რაღაცა ახლა სიაფანდები რაღაცა ხო რომ აი ეს ყურს რო სიამოვნებს აი ფაქტი გვინდა ხო ანუ ისეთი ჩასაჭიდი ინფორმაცია რომელიც ჩვენ ინფორმაცია არის თქვენ რა გაძლევთ იმის წმენას რომ ეს კრიმინალია კრიმინალი არ არის კრიმინალი არის ანუ თუ პრელობაა კრიმინალია ამას გულისხმობ ანუ და არა თქვა თქვენ ზვიადის მიდგომები და ხასიათი რა აი შეუპოვარი ტიპები მაგას არ შვებიან და გამოუვალი სიტუაცია ზვიადს იქ ნამდვილად არ ქონია გამოსავლები ქონდა მაგრამ ეს არის თან აი შურისძიების იმ პერიოდის აი პოლიტიკას თუ გავაანალიზებთ და მოვლენებს აი შურისძიების ის დასდებს რა მაშინ რითი ხსნით თანხლები პირების ფაქტობრივად ერთნაირ განსხვავებულ ჩვენებას ამ პოზიციაზე. აუ შენ გროზნოში უნდა მოგესმინა ეგენირეებს იძახდნენ ერთ დღეს ერთ იძახდნენ მეორე დღეს მეორეს იძახდნენ მესამე დღეს მესამეს იძახდნენ. რატომ რაში იყო სხვაობა მაგალითად? ნუ რა ვიცი ტექნიკურ დეტალებშიც და ზოგადადაც რა ერთი იძახდა ერთ დღეს მაგალითად მეორე იძახდა მეორე დღეს მესამე იძახდა საერთოდ სხვა შემადგენლობას და მერე ბოლოს ჯანი ისა რა ქვია ბოლოს ერთ-ერთმა რა არ მინდა ეხა დავასახელო ერთ-ერთმა რა თქვა იცი რომ კარგიო მაშინო სამივეო შევიკრიბებითო ჩამოვყალიბდებითო ერთ სათქმელზეო და მე იმას ვიტყვითო ყველაო რა ხო და ისე თავიდან მაგათი მხრიდან თუნდაც პირად საუბრებში როდესმე იყო იმის აღიარება რომ ეს კვლელობა იყო არა მაგრამ აი ყველაზე სუსტი ტიპი მანდ ვინც იყო აი იჭყიპებოდა იმეებით რა ქვია ფსიქოტროპულებით რომ მაშინ სნატონებს ეძახდნენ მაშინ რა ხო იცი რომ ლიშბი არ გელაპარაკა რა ტიპთან რა გეუბნები რა ლიშბი არ გელაპარაკა იქ რაღაცა არის მომხდარი და რა ვიცი ხა მაგათიც ახლა რა არის იცი რომ შეხედო მესმის რომ ახლა რო თქვან ახლა რეალურად იქ რაც მოხდა თავისი პირით ხო გაიტისკებიან იმ პონჩი რომ აბა შენ იქ რას აკეთებდი ხო მაგრამ რო არ იძახიან ეგეც ხო არის მაგრამ ნახავ შენ მალე რომ მაგ ყველაფერი რეალური სურათი გამო ინფორმაცია ეგრე ყველა ინფორმაცია არის გრამაფონში წაი დადასტურება მთავარი ინფორმაციის თორე შეიძლება მე და შენ გქონდეს ახლა ისეთი ინფორმაცია რომ იმის და მაშინ ექსპერტიზა რატო არ ჩატარდა სათანადოდ რომ ეს კითხვები არ დარჩენილი რა არ ჩატარდა ახლა თამარა დეკანოსიძე მაცხონოს ღმერთმა დაათვალიერა ეგ ყველაფერი სადაა ტყვია შესული სადაა გამოსული ეგ დეტალები ყველაფერი არის კონსტანტინეს იმაში
ეს აპელირება რომ არა ეხლა ანზორას მე მაშინ მახსოვს შეიძლება ვწდები და არასწორი ინფორმაციაა ჩემ თავში, მაგრამ სადაც რომელიღაცა ჩემმა სტუმარმა ნამდვილად მითხრა რომ ოჯახმა თქვა მაშინ უარი გაკვეთაზე რომ თუ რაღაც ასე. ეგ ხო, ეგ არ ვიცი ხა მე მაშინ უარის თქმას არავინ არ მეკითხებოდა 14 წლის ვიყავი 15 წლის თუ რაღაცა ეგრე ვიყავი, მაგრამ ნუ მე მაგალითად ხო, ნუ რა ვიცი, მან დობის თემა იყო კიდე რა, ნუ შევარნაძის დროინდელ ექსპერტიზასთან ცოტა კითხვის ნიშნები იქნებოდა. მაინც არ ექნებოდა ის ლეგიტიმაცია, მოდი. ანზორი რო რაღაცეებს იძახის ბალუაშვილი, გია ჩემი უფროსი მეგობარი, მაგრამ ნუ რაღაცეებს რო იძახის, რო ისა შეჯემა რო გააკეთებდი ამას, რა ქვია, ექსპერტიზას. რანაირად ექნებოდა შენ ექსპერტიზას გააკეთებ ვიღაც ამერიკელს ჩამოვიყვანდი, რა მნიშვნელობა აქვს? ხო და ექნებოდა იმას ლეგიტიმაცია. არ არის ეგრე. რა ხდება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში და ზოგადად აი თვითონ ჩეჩნეთში არსებული საზოგადოება, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირებისგან ან უმაღლესი საბჭოს წევრებისგან შედგება, უზენაესი საბჭოს წევრებისგან შედგება. ნელ-ნელა ამ ხალხმა დენადობა დაიწყო, გავიდა ჩეჩნეთიდან. გავიდა ნელ-ნელა, ერთი სოსო დარჩა ბოლომდე ჩვენთან, თორია გურამი ოქროცვარიძე, ზვიადის ცოლი, მერე მანანას რაღაც არაორდინალური ხასიათის გამო ცოტა დისტანციურად მოხდა ამ ხალხთან ურთიერთობის შენარჩუნება. და რავი, მერე იყო რა ჩვეულებრივი ცხოვრება, მერე იქაც ომი დაიწყო. მოგვიწია ისევ წამოსვლა. ნუ მერე რაღაცა პერიოდულობით ომის პერიოდში მიწევდა იქ ყოფნა მე ცოტნესაც და ნუ ასე ვთქვათ, მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობდით რა. შენი და ვთქვათ სისტემის ურთიერთობის ნორმალიზება როგორ ხდება და პირობითად რა არის ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც შენ გათანამშრომლებს იმ სისტემასთან, რომელიც მათ შორის ბევრი ზოგადად გამსახურდიას მხარდამჭერის აზრით ლეგიტიმაციას მოკლებულია იმ პერიოდში. ხო, არა ეს როგორ იყო, იცით ხო, 17 წელს ჩამოვედინე, 6 ივლისი იყო მახსოვს. 6 ივლისი იყო აჭარაში ჩამოვედი ჯერ რა. მე და ბორია არის ერთი ჩემი უფროსი მეგობარი ერიაშვილი და ასლანაბაში და სანდოკია არ მინახია ასლანი, სხვა შორის ისე ჩამოვედი, არ მინახია ასლანი, 2 დღე დავრჩი ბათუმში, მერე ავიყვანეთ ტაქსი და წამოვედი თბილისში რა, ხო და მერე ერთი წელი სადღაცა ესე ვაკრუგდა ოკალა რა, ახლა თორნიკე იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ფიფია. ხო და სხვა შორის გია ირაკლის მამა დავმეგობრდით, ნუ თორნიკესგან გავიცანი და რაღაცა ეს შედგა რაღაცა მერე იქ ზვიადისები ვნახე, ყველა პოლიტიკური გემოვნების ისენი ვნახე რა, ტიპაჟები რა, ხო და ეხლა რაღაც რო გითხრა სითბო ვიგრძენი მიხვდი ხო, რაღაცა სინანულის გრძნობა რო ეს რა მოხდა და სითბოს ვიგრძენი და ეს იყო თავიდან ბოლომდე ჩემი გადაწყვეტილება, ეხლა ძალოვან სექტორში ჩემი დასაქმება იყო ჩემი გადაწყვეტილება. ხო და ნუ იქ სოსო ვნახე ალავიძე, რომელიც ეხლა მახსოვდა იმ პერიოდიდან რაღაც ბუნკერის ამბები ისენი და ნუ რაღაც შევხვდით, ახლა ვნახეთ რომ არ ვიკვინებით ერთმანეთს, ვუგებთ რაღაცა წარსულზე ვნანობთ, რაღაც ხო ხდები რა ეს ადამიანურ ფაქტორებმა უფრო იმძლავრა რა. ხო და ნუ ეხლა რა თქმა უნდა იმათთან შეხება საერთოდ არ მქონია, ეხლა ვინც ეხლა მოწინააღმდეგე, თორე ეს ბიჭები ვინც დავასახელე სოსო და ძალოვანი სექტორი ხო? ესენი ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, პატარა ბიჭები იყვნენ მაშინ და აი გაშმაგებით იცავდნენ თავრობის სასახლეს რა. ალავიძე მაშინ გამსახურდიას იცავდა ბუნკერში იყო ჩვეულებრივად და რა ვიცი ხა თავის გასაკეთებელს და თავის საქმეს აკეთებდა ის კაცი. ნუ არ იყო ხა მაშინ თანამდებობაზე, რა ვიცი, ინსპექტორი იყო, ან უფროსი ინსპექტორი იყო, არ ვიცი. ხო და მერე უბრალოდ ხო ხდები ხა სისტემის ხალხია რა, სად უნდა წასულიყვნენ, ხო? რაღაცა პერიოდი კი იყვნენ ესე კეთროვანებივით, მაგრამ მერე ხო ხდები რა ხა შევარნაძეზე რო ვახსენეთ, ჩამოვიდა თუ არა, მაგის დალაგება დაიწყო ეგრევე. რომ ძალოვანები გაემყარებია და ვისით უნდა გაემყარებია ხა ესენი რო გაეყარა, საიდან უნდა მოეყვანა, ხო და
ნუ მე უკვე გაჩნდა ეგეთი იდეა, რომ ნუ რა უნდა გავაკეთო ახლა, ხო? 98 წელია უკვე, ხო? ახლა მე ამ მიტინგებზე სირბილს არ ვაპირებ და ნუ არ არის ჩემი მოწოდება, ნუ რაღაც ნაუმარი კაცი ვარ, ადრეულ ასაკში მომიწია იქ ჩეჩნეთის პირობებში და რა უნდა გავაკეთო, ხო? ახლა ბიბლიოთეკაში ვერ წავალ. დამამთავრებელ კურსზე ვარ დაუსწრებლად და ნუ რაღაცა უნდა ვქნა. ხო და ნუ მე გაჩნდა ესეთი იდეა რომ შინაგანში რა თავიდან იყო უშიშროების სამინისტროზე საუბარი, მაგრამ ნუ მე შინაგანი, იმიტომ რომ იქ უფრო მეტი მეგულებოდა თემური იყო, მურღულია, თამაზი იყო, ალანია და ნუ სოსო იყო და რა ვიცი, კახა იყო თარგამაძე და ნუ ქონდა ამ ადამიანებთან რა შეხების წერტილი და ნუ იქ გინდა სადაც შენიანები გეგულებიან. ხო და ეგრე ერთვენიერ დღეს ასე ვთქვათ, დავით 98 წელი იყო, 98 წლის მიწურული რა და დავიწყე მუშაობა და მაგის შემდეგ მოვდივარ ჩემო იაგო. იცი რა მაინტერესებს, მაგალითად ეს ზვიად ამ პერიოდისთვის 90-იან წლებში რაღაც მომენტში დევნიან ზვიადის მხარდამჭერებს. როდის მთავრდება ეს დევნა და რამდენად შეძლო მიშამ რაღაცა დასრულება ამ ამბის იმპერიოდში? მიშამ დასრულება კი არა, ახალ ფაზაში გადაიტანა ეგ. სხვათა შორის შევარდნაძეს უფრო ქონდა იმისი სურვილი და კონკრეტული მცდელობები და ნაბიჯები დაესრულებია ეს, იმიტომ რომ ის მამა აბრამის ბატკანი იყო, მასზე ჩემი შეხედულება კომენტარს არ საჭიროებს, ხო? არა, მას ეს დისკომფორტს უქმნიდა, გაიგე? რაში ჭირდებოდა, შენ ხო ხვდები რა, დიდი ახლა ცხენზე იყო და არ უნდოდა რა ეს რაღაცა პონტები, პირიქით უნდოდა რა. თუმცა პოპულისტურად მეგონი ძალიან კარგად გამოიყენა მიშამ. ხო, მე ახლა ამას წინებზე ვიდეო გავაძრე იმისი, რა ქვია, ედუარდის ზვიადიზე ისეთ რაღაცეებს იძახის, მე ჩაგიგდებ WhatsApp-ში. რომ რა ვიცი, სიმართლის დროშა აფრიალა და იმ კაი კაცმა და რაღაც, ვიფიქრე ეს ედიკაატო. ხო და მიშამ რა ქნა? მიშამ რა ვისაც პუჩში ქონდა მონაწილეობა მიღებული და ვინც იდეოლოგები იყვნენ პუჩის, ყველა აბსოლუტურად ზენიტში აიყვანა. მაგანაც რა ქნა, იცი, აი ქაშვეთის რაღაცა ღონისძიებით, რომ აი იმას ვიზავ რა, ის უცბად, აი მაგას ხო ეგეთი მანია აქვს, რომ რადგან მას უნდა, აი ყველაფერი უნდა მორჩეს და ამისათვის აკეთებს ყველაფერს, ანუ იმისი შემადგენელი რა არის, ის როგორ კეთდება, როგორი გაიდლაინია საჭირო, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და განხორციელდეს. ეს კიდია მთავარი ხო მას უნდა. თან მის სასარგებლოდ ის კი არა რომ იაგოც აი ზვიადი როგორც იძახდა მოწინააღმდეგეც გამარჯვებული დარჩესო, არა, თვითონ უნდა იყოს და როგორც უნდა ისე რა. იქ რამოდენიმე ზვიადის მომხრე ჩემი მეგობრები მაგათ ძალიან დიდ პატივს სცემ. რაღაცა პარლამენტში და შემოიყვანა იქ რაღაცა ერთი სამინისტროში რაღაცა პორტფელი მიცა, მეორე სამინისტროში რაღაც პორტფელი მიცა, ობრაზი დადგა, გაიგე რომ აი ეს არაფერი შიგნი ქონდა, აი აიღე თავდაცვის სამინისტრო აიღეს. ნაირაშვილიო, ჭანკოტაზეო, მეზარბაზნეები, იმენა სარბაზანს რო ესროდნენ თავრობის სასახლეს. იქ რა ვიცი ახლა აღარ დავასახელებ მოკავშირის მთელ პოლიტელიტას, ხო, ახლა შენ ჩემზე კარგად იცი. კიდე რავი ახლა ნუ ეს მაგას მხედრიონიც აღარ ერქვა. ოჯახთან თქვენთან დაალაგების მცდელობა როგორი იყო? დიდი არანაირი, არ შემოდიოდა რაღაცა ისეთ ახლო კავშირებში, არ შემოდიოდა, ძალიან ზედაპირული იყო მაგ ურთიერთობაში. აი არ დაიჯერო, გამორიცხულია, ხო და გითხრა რა და აი ნახე მაგას მხედრიონსაც არ დაარღვი, მხედრიონს ჰქონდა თავისი რამსი და რაღაცა ვიღაცას ნახავდი და დაელაპარაკებოდი და აუხსნიდი და ნუ გააგებიებდი. მე გეუბნები ბანდიტებზე, შარაგზის ყაჩაღებზე, რურუებს მიცა ბიჭო, ლასტი გაიფე. შარაგზის ყაჩაღებს რა, სვეტში რა და მაგათ ამართინებდა რა და შეაქმნევიდა რა მართლა ეგეთი დანაშაულებრივი სინდიკატი, ანუ რასაც აი რურუები და ეგ მაგის და აბრაზნი ბანდები აკეთებდნენ მაშინ 90-იანებში ეს ქონდა გაправებულ კონდად რა. ანდრე თუ ეხა ტყეში იტაცებდნენ ტიპს, გლდანში გიტაცებდნენ მერე. და ანდრე თუ ვიღაცა ბანდიტი გელაპარაკებოდა გამოსასყიდზე, ეხლა პროკურორი გელაპარაკებოდა და ანგარიშის ნომერს გეუბნებოდა. აგერ აქ ჩარიცხავდა, არ ჩარიცხავდი, იქ ცემას დაუწყებდნენ ან დააკარცერებდნენ. ის შემოგითვლიდა დროზე გადაუფორმე, აგერ მოვა ხაზარაძე და მიეცი ყველაფერი და ასე შემდეგ.
აი ეს არის გაიგე, რანაირად არის ახლა ზვიადისტი ახლა. ეს ამას ნებისმიერი ადამიანი დამიჯდეს და ამას დაუსაბუთებ კი არა, ფაქტები არის ხო ყველაფრის, ხო? კუდი აქცია 21 საუკუნის მხედრიონზე უარეს საშინელებად და გლდანი იყო ადამიანების ლომბარდი რა. ჩვეულებრივი რა. და ნუ პროკურატურა ცოტა ისეთი ბანდიტები რა. და ეს იყო ყველაფერი ნიკას თავში მოხარშული და მაგათ თავში მოხარშული. ფაქტობრივად ქურდების ინსტიტუტიც რატო ჩახსნეს? კონკურენტი მოიშორეს, შუა გაკრიფეს ასე ვთქვათ რა. თორე მაგათ იერარქიაში რამოდენიმე კანონიერ ქურთან შვენიერი კოოპერაციაც ჰქონდათ, ქეშადაც უგზავნიდნენ ძღვენს მაგათ ძალოვნებს, მაღალჩინოსნებს და ასე შემდეგ. ეს ობრაზი დადგეს ეგეთი. თვითონ დაითრიეს მართვის სადავეები, როგორც კორუფციაზე რა, ანუ ის არიღებდა რა ქვია ქვედარგოლი და შუარგოლი, მაგრამ ზევით კი იცი ბატონო. კონკურენტებს ყველა იშორებს, ყველა ხელისუფლება. თავის ცხადია საბაზრო ეკონომიკა. ვინც იმ დაპირებით მოდის რომ მეო სხვანაირად მოიქცევიო, ისიც იგივეს აკეთებს. ესეც გვასწავლა ისტორიამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ფაქტობრივად ბოლოსკენ მიდის ჩვენი საუბარი, მაგრამ ეს შეკითხვა მაინც მინდა რომ დავსვა. შენი აზრით დღევანდელი გადმოსახედიდან, დღევანდელი გამოცდილებით, რა უნდოდა ზვიად გამსახურდიას, როგორ საქართველოზე ოცნებობდა ის და დღესაც საქართველოში ცხოვრობის ამდენად აწდენილია დამოუკიდებელი გეტყვი მართლა დამოუკიდებელი რო უნდოდა ეს ნამდვილად დამოუკიდებელი სუვერენული საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული სახელმწიფო უნდოდა. აი სხვათა შორის არ ვიცი პოლიტიკური გემოვნების საკითხია, აი ეს ბიჭები მაგას აკეთებენ. მე ყოველ შემთხვევაში ეგწვენა არ მაქვს მე არანაირი პოლიტიკური აქტივობა საქართველოში, არც ვაპირებ, აი შენ ეთერში ვიძახი. აქ არც ფინანსურ, არც პოლიტიკურ არანაირ აქტივობას, ჩემთვის წასული კაცი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ და როცა ჩემ ქვეყანას დაჭირდება და ჭირდება, ჩამოვალ და ყველაფერს გავაკეთებ და ვიზავ, მაგრამ ჩემი აქ არც კვალი იქნება და არც არაფერი, მაგრამ ჩემი აზრი ხო გაინტერესებს, აი ეს ბიჭები რასაც აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში გადადგმული ნაბიჯები მაგისკენ არის, რა გამოვა ფინალში, ეგ ცალკე საკითხია, ღმერთმა ქნას რომ გამოვიდეს. ზვიადს უნდოდა რა, რომ ჩვენ ყოფილიყავით ჩვენ თავზე დამოკიდებული და ჩვენ ყოფილიყავით რეალურად დამოუკიდებლები. და საქართველოზე გადაწყვეტილებები რომ მიღებულიყო საქართველოში. ეს არაპატიეს, მაშინ უბრალოდ არც რესურსი გაგვაჩნდა, არც არანაირი საშუალება, რომ ეს ყველაფერი შეგვენარჩუნებია. თავზე დაგვამტრიეს ყველაფერი. ეხლა უბრალოდ ხო, ინსტიტუტები არის, საზოგადოება არის და ნუ არ დაუშვა ეს არც ერთმა, არც მეორემ და ნუ ჯერჯერობით გასულები ვართ რა, მაგრამ ჩემი აზრია კიდე რომ მაინც პოლიტიკა უნდა გავაცოცხლოთ და უნდა შევეცადოთ რომ უფრო მეტი ვილაპარაკოთ და უფრო მეტი, რა ვიცი, უფრო მეტი კომუნიკაცია, თუნდაც იმ მტერთან, თუნდაც ფუჭი მსვლელობა, მაგრამ ეს ისტორია ესე უნდა დაიწეროს მოლაპარაკებით, როდესაც მოლაპარაკებები ჩერდება, იქ სამწუხაროდ ძალიან ცუდი პროცესები იწყება. ხო. ეგ არის და ეგ ჩემო ძმაო. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. გაიხარო.